ხალხი არის, ვინც წინაზე იყო და ამიტომ წინა ლექციის ამბებს ძალიან ოდნავ შევიღები, გაგახსენებთ, რომ სხვა არ ვიცი რომელი სწავლებების, მაგრამ სხვა სწავლებებისგან განსხვავებით, ალბათ ყველასგან განსხვავებით ვედებში ეს როგორც მაშინ აღნიშნეთ, ცხოვრება არ გრძელდება მხოლოდ 5000 ან 6000 წელი ადამიანთა ცხოვრება. არ დაწყებულა 7 ან 8000 წლის წინ, არც 100000 წლის წინ არ დაწყებულა. ისინი ამბობენ ვედებში ნათქვამია, რომ მილიონობით წლებია, რაც ციკლურად იცვლება ადამიანთა ეს მიდიან ერთი იგივენი ბრუნდებიან, მიდიან იგივენი ბრუნდებიან და ასე შემდეგ და ეს არის სამსარა. შესაბამისად ბჰაგავანი, ასე უწოდოთ დღეს ღმერთს, ბჰაგავანი შრი კრიშნას რეინკარნაციები და ავატარები არ არის ერთი-ორი. ერთი-ოროლა ესე არ არის. წმინდა წერილებში შრიმად ბჰაგავატამში მოყოლილია მეორე სიმღერაში ამ ავატარების შესახებ. ანუ რა არის ეს? ეს არის ბჰაგავანის ჩამოსვლა მიწიერ სამყაროში, არა მარტო დედამიწაზე, არამედ სხვა პლანეტებზეც. იქ აღწერილია სხვა პლანეტებიც რა. ამაზე მე თუ დრო დარჩება მკითხეთ გეტყვით. მისი ჩამოსვლა, ამა თქვი ავატარები ზოგიერთ შემთხვევაში ის ჩამოდის თვითონ, ასე ამბობენ, ის ჩამოდის თვითონ, თავისი მთელი თავისი სიდიადით და ყველაფრით თვითონ არის. ზოგიერთ ჩამოდის მისი მსგავსი, ანუ მისი ენერგიით აღჭურვილი პიროვნება, შაქტი ავეშა ავატარა, ასე ქვია. შაქტი ავეშა ავატარა, შაქტი ენერგია, შაქტი ავეშა ავატარა. ამით აღჭურვილი პიროვნება, მაგალითად იესოზე ეხლაც მიდის ჭრობა ის ნამდვილად ღმერთი იყო თუ შაქტი ავეშა ავატარა იყო, თვითონ ქრისტიანობის იმაში გაყოფილია. ჩვენ შემთხვევაში ამას არ აქვს ხოლმე ვედების, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ ხოლმე, თუმცა ანიჭებენ, მაგრამ ერთი და იგივეა რა, ჩამოვა თვითონ ბჰაგავანი თუ გამოაგზავნის ვინმეს, ვისაც აქვს ასეთი ძალა. ეს აღწერილია, მათ ერთენაირი მისი არ აკისრიათ, ხომ გეუბნები, ჩვენ ნახეთ, რომ ეს ტრილიონობით წლის წინ დაიწყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ის იუგები, რომელიც ჩამოთვალეთ, ოქროს ხანა, ვერცხლის ხანა, ბრინჯაოს ხანა და რკინის ეპოქა ჩვენი. აი აქ ხდება ხოლმე ძირითადად მეორდება ჩამოსვლები. მაგალითად, ბუდაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ბუდა ჩვენ ვიცით, რომ 500 წლის წინ მოვიდა ქრისტეს შობამდე, ანუ 2500 წლის წინ მოვიდა, ხო?
მაგრამ ნახავთ შრიმად ფაგავატემს რო წაიკითხავთ, საოცარ რაღაცას აღმოაჩენთ. მე ბუდაზე ვკითხულობდი, პირველად რო ვკითხულობდი, იქ ძალიან გამიკვირდა ეს წიგნი. ეხლა დიდი ხნის წინ არის დაწერილი, ვიღაცები ამბობენ 1000 წლის წინ, 1500 მაშინაც რო დაეწერათ, უკვე საოცრებას ვაწყდებით. იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვაწყდებით და 200 წლის წინ რო დაეწერათ, უკვე საოცრება იქნებოდა. აი რატომ? ნახეთ, იქ წერია რომ როდესაც ადამიანთა მოდგმა ისე შეიცვლება, რომ ადამიანთა მოდგმა ისე შეიცვლება, რომ ისინი დაიწყებენ სხვა პლანეტებზე თავიანთი კოსმოსური ხომალდებით გადაფრენას და დაპყრობას და ასევე დაირღვევა ახიმსას პრინციპი, ანუ არაძალმომეორეობის პრინციპი, მაშინ მოდის ბუდა, რომელ პლანეტებზე, რომელი კოსმოსურ ხომალდებზეა საუბარი, ვერ მივხვდი. მე ჩემ მასწავლებელს კითხე, იმან მითხრა, ესეო კალპიც უკან არის, ერთი კალპით, ერთი გამოტოვებით რო გამოტოვოთ ეს ოქროს ვერცხლის ბრინჯაოს გამოტოვოთ, თავიდან წახვიდეთ და აი ამ პერიოდში მოხვიდეთ, იმ ხანებში ხდება. ანუ ერთი და იგივე პიროვნება მოდის, ოღონდ სხვადასხვა მისიას აკეთებს. ეს არ არის ერთი და იგივეს გამეორება. ამ შემთხვევაში ადამიანთა მოდგმა ისეთ მდგომარეობაში მივიდა, რომ განვითარდნენ ძალიან, მაგრამ გადაფრენა შეეძლოთ დაახლოებით ეს არის საუბარი 3 მილიონი წლის წინ, 4 მილიონი წლის წინ. დაახლოებით რომ გამოითვალოთ 4 მილიონი წლის წინ, ამაზე რეალურად ყვებიან, ისე მოხდა მათი დეგრადირება, ეს დეგრადაცია იყო ასე ჩათვალეს, რომ კოსმოსური ხომალდებით იფრინო და სხვები დაიპყრო, ეს ადამიანის იმაში არ შედის, რომ მოდის ბუდა. და ჩვენი გურუ სულიერი მოძღვარი გვეუბნებოდა, რომ ეს ბუდა, რომელიც 500 წლის წინ მოვიდა, ეხლა ეს არ იყო ის ნამდვილი, რაზე ჩვენ საუბრობდით, მე ხა წინაზე უბრალოდ აღარ დამცალდა ამის თქმა, ეს არ არის კრიშნას ავატარი. არა, ეს უბრალოდ ძლიერი პიროვნება არის. აი ის კი, რომელიც მოვიდა იმ პერიოდში, იყო კრიშნას ავატარი, ანუ ბუდას კრიშნას ავატარია. ისი თქმა მინდა. რამდენიმეს გამოყოფენ ხოლმე, მაგალითად ლიტერატურაზე უნდა გვესაუბრა წინაზე, ბევრი ვერ ვისაუბრეთ, მე ხა პატარა შესამზადიც ვაკეთებ და მე გადავალ თავარ თემაზე. ეს აუცილებელია ასევე რაც საინტერესოა. მაგალითად, განთქმული წიგნებიდან, განთქმული ვაიშნაური ლიტერატურიდან მე გამოვყოფდი აი შრიმად ფაგავატამს, რომელზეც ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ, რაც მოუყვა იმ ახალგაზრდა ბიჭმა, იმ ყმაწვილმა, იმ მეფეს, შრიმად ფაგავატამი, რომელშიც 12 სიმღერა შედის. პირველ 9 სიმღერაში არის აღწერილი მთელი ამბები, რაც ხდებოდა სამყაროში, არ ვიცი, აი საოცარი ამბავია. უნდა წაიკითხოს ყველამ. მე-10 სიმღერაში უკვე კრიშნას ამბები არის და მე მე-11, მე-12 სიმღერებში დარიგებები მოდის და ასე შემდეგ კრიშნა არიგებს უთხავა არის ერთ პერსონაჟი და იმას არიგებს როგორ უნდა მოიქცეს მომავალში. ეს არის შრიმად ფაგავატამი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენ კაცობრიობას გვაქვს ძალიან მაგარი წიგნი, ეს არის ფაგავატ გიტა, ყველას გიჩვენოთ წაიკითხოთ ფაგავატ გიტა. შრიმად ფაგავატამიც იყო ძალიან ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, კაცი კვდება 7 დღის მერე უნდა მოკვდეს და ამ დროს გველმოუკვენა და მას უყვებიან და ის ამას ისმენს. ესმით როგორი რა პერიოდი, ნახეთ როგორი მდგომარეობაა. მთელი თავისი კონცენტრაციით ცდილობს, რომ შევიდეს ცნობიერება, არ გაუმრუდდეს და ცნობიერებაში დარჩეს. ფაგავატ გიტა ასევე ურთულეს პერიოდში არის მოყოლილი, ნუ ასე დაემთხვა რაღაცნაირად, როდესაც ბრძოლა უნდა გაიმართოს ორ დაპირისპირებულ სანათესაოს შორის, ეს არის კაურავები და ეს არის პანდავები. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, მაგრამ ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ბრძოლის ველზე გავიდნენ და აღმოჩნდა ისე, რომ კაურავების მხარეს იყო ყველა ძლიერი მებრძოლი, ვინც შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის ბაბუა ფიშმა, რომელსაც ვერ ერეოდნენ, რომელსაც ასწავლა ბრძოლა, ამათ იყო, ამათი საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელი დრონაჩარია, ესეთი პიროვნება იყო და აქეთ 5 ძმა და ერთი მუჭა ხალხი, შედარებით ნაკლებნი, რა ერთი მუჭა არა. აქეთ იყო 11, რაღაცა ძალიან დიდი გამახსენდება ეს დაჯგუფებას რა ერქვა ბევრი და აქეთ 7, ანუ ერევიან. აქეთ იყო კრიშნა. ესე აირჩიეს პანდავების მხარეს, ხო? ხო, პანდავების მხარეს იყო კრიშნა, როდესაც არჩევანი ხდებოდა, ნახეთ რა საინტერესოა, ესეც ძალიან სიმბოლურია, ნახეთ
როდესაც არჩევანი კრიშნას თავისი ჯარი ყავდა, ის იადუს დინასტიიდან იყო, სხვა დინასტიიდან იყო, მან თქვა რომ მე არჩევერევიო ამ ბრძოლაშიო, უბრალოდო თქვენ გაინაწილეთო, უთხრა პანდავებს და უთხრა კაურებს, თქვენ გაინაწილეთო, ან ჩემი ჯარი წაიყვანეთო, ან მე წამიყვანეთო. ხო და არჩევანი ისე მოხდა რომ არჩევანი პანდავების იყო რა არჩევანი და არადანი იყო მეორე იმის და არჯუნამ თქვა მეო შენ აგირჩეო კრიშნა აირჩია ერთი კაცი ერთი პერსონაჟი რა და გაუხარდათ რა თქმა უნდა კაუროებს იმიტომ ამის ჯარი მთლიანად იმათმა წაიყვანეს მაგრამ ესე ამბობენ საიტანს კრიშნა იქით გამარჯვება არისო რა მოგეთ ამაზე მეც აღარ შევჩერდები უბრალოდ როცა ბრძოლა იწყებოდა არჯუნა შეშინდა აი ამ ძმებიდან მებრძოლი ყველაზე უფროსი არ იყო მაგრამ მაგრად შეშინდა თქვა რომ საერთოდ აერია ფიქრები რა ბრძოლის წინ აი ეს ის არის უნდა დაიწყოს გამოვიდნენ და წარმოვიდგინეთ აი ამ მომენტში არჯუნა გახდა ცუდად იმიტომ რომ ვერც ნათესავებს ვერ დაახოცაო ასე თქვა და მე მგონი საერთოდ შეშინდა რა ამ ბრძოლის შეშინდა და ეს დარიგებაა ბჰაგავად-გიტა როგორ არიგებს კრიშნა არჯუნას რატომ უნდა იომოს და არა მარტო ეს არამედ შიგნით არის 18 თავი თუ არ მეშლება და ამ 18 თავში იწყება სწორედ იმ იოგას ყველა პრინციპს რომელიც ჩვენ განვიხილეთ ეს არის კარმა იოგა ეს არის ჯნანა ანუ გიანა იოგა ეს არის რაჯა იოგა რომელიც სახელიც დამავისდა მე და წინაზე და ეს არის ფაქტი ამას უყვება ყველაფერს უყვება ბჰაგავად-გიტა ძალიან საინტერესო წიგნია საინტერესო სიტყვა არ არის რა საოცარი სიტყვა შიგით მე არ მეგულება სხვა ისეთი წიგნი სადაც შეიძლება ახსნილი იყოს სამყარო და ახსნილი იყოს პრაქტიკები და ასე შემდეგ ის არ არის მარტო ინდუელებისთვის საერთოდ არ არის ინდუელებისთვის მაშინ ინდუელები არც იყვნენ რა ეს ბჰაგავად-გიტა და არის სხვა წიგნებიც არის რამაიანა რომელიც ძალიან უყვართ ინდუეთში ეს არის რამაზე რომელიც იყო აი ვერცხლის ხანაში მოვიდა ვერცხლის ხანაში და თქვა მე რომ რამამ თვითონ 13000 წელი იმეფა ხო sorry და ამ დროს ამდენი იცხოვრა ამაზე ვერ შევჩერდებით მთელი 10 ლექცია უნდა რამაიანა მაგრამ რამაიანას მე ვთვლი ყველაზე დიად ეპოსად რა გავს ვეფხისტყაოსანს ძალიან გავს ვეფხისტყაოსანის უბრალოდ არ მიწყენს არავინ იქ მეტია ეს სიბრძნე აქაც არის მაგრამ იქ რა ძალიან პრაქტიკული სიბრძნეებიც არის და მაგრამ ერთმანეთს გვანან აქაც მოტაცეს იქაც რამას მოტაცებენ მეუღლეს რომელიც ქაჯები მოიტაცებენ იქ ასევე ქაჯები წაიყვანენ სხვა ადგილას აქაც ხომ იყავთ იქაც ესია ნუ ამბობენ რომ იცოდაო შოთრო არ ამგონია რა ვიცი როგორც წერალი გეტყვით რომ ხანდახან ისეთი რამე დამიწერიო რომ სხვას ჯურენმატის მოთხრობას დაემსგავსა ერთი მოთხრობა ძალიან მე რომ დავწერე და არც ჯურენმატი მაშინ არც ვიცოდი ვინ იყო ეს რამები ხდება ორივე დიადია შედარება არ მინდა ისევ ამბობ უბრალოდ ესეთი რამაიანა მაშასე ეს ავატარები რატო ჩამოდიან ავატარები მოდიან იმიტომ რომ ადამიანებს დაეხმარნენ რა ცხოველებს დაეხმარნენ და სხვა ცოცხალ ყველას დაეხმარნენ ეს არ არის თავისი ხუშტურია ეს მოდიან იმიტომ რომ გამოასწორონ რელიგიური მდგომარეობა ასე ამბობენ საქმე იმაში რომ წმინდა წერილები განიცდის როგორ თქვა გაუხეშებას ის იცulis სახეს არასწორად ხდება მისი გადმოცემა ადამიანები რომ ამახინჯებენ დროთა განმავლობაში მახინჯდება ნუ ასე ხდება რა წმინდა წერილები მახინჯდება და ამიტომ კრიშნა თვითონ იქეუნება არჯუნას რომ თავიდან ესმე მოუღევი მზის ღმერთს მაგრამ მე დამახინჯდა ეხლა გიყვები შენ და ბჰაგავად-გიტას უყვება თავიდან ამიტომ მოდის სხვადასხვა ვერსიებია რამა მოვიდა იმისათვის რომ ეჩვენებინა დიადი მეფის და დიადი მეუღლის მდგომარეობა როგორი უნდა იყოს იდეალური პიროვნება კრიშნა ამისთვის არ მოდის კრიშნაც მოვიდა აგერ 5000 წლის წინ კრიშნა მოდის სხვა რაღაცეებისთვის აბსოლუტურად და ასეთია ბევრი ავატარები ნათქვამია კოსმოსურ რაღაცაში წიგავდივარ ნათქვამია რომ კრიშნა იღებს ტახის ფორმას აქ უნდა მივხვდეთ ჩვენ რომ ვედურ ლიტერატურაში საერთოდ დიდი განსხვავება ცხოველებსა და ადამიანების შორის აი როდესაც მას საფუძველი აქვს ძლიერი არ არის რა ნებისმიერი ფორმა ღმერთის შექმნილია და ტახი არ აღიქმება როგორც რაღაც სხვა მით უმეტეს თუ ამას ნებისმიერი ფორმის მიღება თევზის ფორმასაც იღებს ტახის ფორმას წყალდიდობების დროს და რაღაცა ის იღებს თევზის ფორმას
მან მიიღო ტახის ფორმა, იმიტომ რომ დედამიწა რომელიც ჩავარდნილი იყო დაბალ პლანეტებზე, ანუ ისეთი დეგრადაცია განიცადა და დედამიწამ რომ ჯოჯოხეთური პლანეტებისკენ ჩავარდა, ასე იყო ნათქვამი, დაბლა წავიდა ის ამოიყვანა. ნუ ახლა მეტაფორაა. თავის ტახს ევალება აი ამ ნაგავში ჩასვლა და ამოტანა აი ამ რაღაცის და დედამიწა მაშინ ნაგავში იყო და ამოიტანა. რომელიღაცა იუგაში მოხდა ეს ამბავი რა. მოკლედ ძალიან საინტერესოა, მე ამაზე აღარ შევჩერდები. მათ სხვადასხვა სახელები აქვთ. ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცას ვეხები, ეს თქო დაიმახსოვროთ კარგად და ეშლებათ ხოლმე სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგრამ არ ნიშნავს რომ ეს სხვადასხვა პიროვნებაა. საერთოდ ჩვენ ვაწყდებით ბჰაგავანის სხვადასხვა სახელებს. მე ვთქვი რამა, ვთქვი კრიშნა, შეიძლება ვთქვა გაურანგა, შეიძლება ვთქვა გოვინდა, შეიძლება ვთქვა ქრისტე, შეიძლება ვთქვა იეჰოვა. კიდე რაც გაგახსენდებათ, ყველაფერი შეიძლება ვთქვა, თანაც ეს განსხვავებულიც არის ჩვენთან ქრისტია და იქ არის ჯესუსი, თითქოს სიტყვები განსხვავებული, მაგრამ ხო ერთ და იგივე პიროვნებაა. ეს ერთ და იგივე პიროვნებაზეა საუბარი. ვედები ამბობს, რომ ბჰაგავანი არის ერთი. მისი მდგომარეობიდან, ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ის აკეთებს, რაც უკვე ვთქვით, მას სხვადასხვა სახელი აქვს. კრიშნა მაგალითად ნიშნავს ყოვლად მიმზიდველს. ეს არის მისი შინაარსი. არაფერი აქ ისეთი არის, კრიშნა ყოვლად მიმზიდველი. ნუ ყველაფრის შევქმნელი თუ დავიჯერებთ, რომ არსებობს ასეთი პიროვნება, ყოვლად მიმზიდველი უნდა იყოს. ყველანაირი სიკეთე მისგან მოდის, ყველაფერი მისგან მოდის. ცალკე არ არსებობს სატანა, ეგეთი რამე არ არსებობს ვედებში. და მაია ილუზია რაც არის ისიც კრიშნას ენერგიაა. და ამაზე მე კიდე ცალკე ჩვენ ამ თემებს ახლა ბევრს ვერ გავხსნით რა. მაშას ეს სახელებია. ამ სახელების გამეორებას აქ თავისი დატვირთვა. თუ ჩვენ გავიმეორებთ, პრაბჰუპადას ესეთი მაგალითი მოყავთ, უბრალო სიტყვას კოკაკოლას, ასევე ამ სიტყვას ემეორებ და კოკაკოლა არ შემოდის დიდი ძალა. მიუხედავად იმისა, გვიყვარს კოკაკოლა არ შემოვა დიდი ენერგია, ცადეთ თუ გინდათ. ფანტას რო გაიმეორეთ, შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუ თქვენ გაიმეორებთ აი ამ სახელებს, მე მიცდია და მე ამას უკვე 30 წელია ვაკეთებ, თქვენ საოცარ რაღაცას ნახავთ. საოცარ შედეგებს მიიღებთ. საოცარ შედეგებს. ამ თემას ჩვენ კიდე დაუბრუნდებით სახელების გამეორებას, მაგრამ სახელები ამას აღნიშნავს რა. ეს სახელები თორე ერთი და იგივეა. მაგალითად თუ ჩვენ ვიტყვით ბუდა რა გაგვახსენდება, აი ეს რაზეც ვილაპარაკობ, ბუდიზმი გაგვახსენდება რა. იესოს თუ ვიტყვით, ქრისტიანობა გაგვახსენდება, ეს მისტერია გაგვახსენდება, ეს ჯვარცმა ყველა ხო? უკვე ვიცით თავისი ქმედებისგან გამომდინარე გვახსენდება რა. თუ ვიტყვით გაურანგას, ან თუ ვიტყვით ჩაიტანიას, გაგვახსენდება შუა საუკუნეების ინდოეთი პრინცესი იცის მაგალითად. გოვინდას თუ ვიტყვით, ნიშნავს კრიშნა გაგვახსენდება, რომელიც არის თავისი აი რაღაც ქმედების შემს გოპალას თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს რომ მენახირე ბიჭი იყო ის. და გოპების, ანუ მენახირე გოგონების და ბიჭების მეგობარი იყო. ესეთი ბევრია, ძალიან ბევრია. ბევრი სახელებია. მანტრასაც რომელსაც ჩვენ ვიმეორებთ არაერთხელ, ამაშიც ეს სახელები შედის. ანუ ეს საიდან მოხდა ეს? მოხდა იქიდან, რომ ერთ-ერთი ავატარა, ესე აღმოჩნდა, რომელიც ესე არ მოდის იუგებში, წმინდა წერილებში არ არის ეს ყოველთვის ნახსენები, ანუ ყოველთვის როგორ არ არის ნათქვამი, რომ აი იუგებში აუცილებლად უნდა მოვიდეს ჩვენს რკინის ეპოქაში. ეს არის გაურანგა, ოქროსფერ სხეულიანი, ასე ეძახიან გაურანგა, რომელიც არის ას ჩაიტანიასაც ეძახიან, ესეც თავისი ახსნა აქვს ამ სიტყვას, შიკრიშნა ჩაიტანია. ასეთი სახელით არის. მას მაჰაპრაფუსაც ეძახიან, მაგრამ რო არ დავიბნეთ, ეს ერთი სახელია, შეიძლება წამოვცდეთ ხოლმე საუბრისას, ერთი პიროვნებაა ეს. და მოხდა ისეთი რამ, რომ თუ გადავინაცვლებთ ჩვენ აი ამ ერთ-ერთი ავატარის დროს, როდესაც 5000 წლის წინ ყველაზე ისეთი ბოლო ავატარი მოვიდა, თუ ბუდას არ ჩავთვლით, ეს იყო კრიშნა და მოვიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ინდოეთია. მოხდა ისე, რომ მას დაუპირისპირდნენ, მისი მოკლა იყო გადაწყვეტილი, იმიტომ რომ შიკრიშნა დემონებს ებრძოდა რა. დემონების წინააღმდეგ მიდიოდა ბრძოლა, ის ანადგურებდა დემონებს როგორც გარეთ, ისე ადამიანის შიგნითაც რა, ცნობიერებაში და ასე შემდეგ. მას დაუპირისპირდნენ, ის პატარა ბიჭი. და კამსა იყო ესეთი მეფე, რომელმაც გადაწყვიტა მისი მოკლა.
ვერ მოკლა, ვერ მიაღწია, ბოლოში ცოტათი წამოიზარდა 16 წლის გვახდა, კამსამ დაიბარა კრიშნა მათურაში თავის ქალაქში და უთხრა უნდა ჩამოხვიდეო აქაო, დიდი ჭიდაობა იმართებაო, პრინციპში ჭიდაობა არ იყო, არამედ იყო ბრძოლა წესების გარეშე, მაშინდელი, როგორც მე ვხვდები, მარტო ჭიდაობა არ იყო და უთხრა კრიშნას აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე, მეო გიწევა აქაო უნდა მიიღო მონაწილეობაო, ჩაფიქრებული ქონდა მისი მოკლა. კრიშნა მიიღო ეს გამოწვევა და თავის ძმასთან ერთად, რომელსაც ერქვა ბალარამა, რომელსაც ჰქვია ბალარამა, ჩავიდა აი ამ ქალაქში. აი ამ საბრძოლო მოედანზე და როცა ის ადის საბრძოლო მოედანზე, აი ამ მოედანზე, აი 8 კუთხედი არ იყო, რამდენი კუთხედიანია, არ ვიცი, როდესაც ის ადის აქ, მის გარეთ ყოფი ადამიანები მას ხედავენ სხვადასხვანაირად. ნახეთ როგორია, აი აქაც ძალიან საინტერესოდ იკვეთება ფაგავანის პოზიცია. სახელებით თქვით, რომ ეს ერთი და იგივეა. შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ერთ და იგივე პიროვნების რაღაც სხვა ასპექტს ხედავდეთ, აღნიშნავდეთ, ხო? იგივე კრიშნა და ქრისტე ერთი და იგივეა. ეტიმოლოგიურადაც მიაგნეს, რომ კრიშნა, კრიშტა ეს ერთი და იგივეა. და ეხლა უცბად აი ეს მისი ქმედებებიდან გამომდინარე რა. მისი ქმედებებიდან გამომდინარე გვაინტერესებს მარტო სახელების გარეშეც როგორ არის მისი აღქმა, როგორ უნდა აღვიქვათ. ჩვენ წინაზე განვიხილეთ, რომ ჩვენ და კრიშნა ერთმანეთში არ შევდივართ და ერთმანეთს არ ვერწყმით. ის არის ცალკე, ჩვენ ვართ ცალკე. ამიტომ ეს დამოკიდებულება უნდა განისაზღვროს. ეს დამოკიდებულება სწორედ ძალიან კარგად ჩანს აი ამ ასვლაში მისი ამ საბრძოლო მოედანზე, როცა ის ადის, მას ხედავენ სხვადასხვანაირად. ერთი და იგივე პიროვნებას ხედავენ სხვადასხვანაირად. მშობლები მას ხედავენ როგორც შვილს. მშობლებმა დაინახეს ის ჩემი შვილი ავიდა. ვიღაცები, რომლებიც იქვე იყვნენ, რომელსაც ძალიან უყვარდათ კრიშნა, მაგრამ ესეთი ურთიერთობა არ ჰქონდათ ძალიან ახლო, ნეიტრალური ურთიერთობა დაინახეს თქვენს. ეს დიადი პიროვნებაა თქვენს. ჩვენ მას ვიცნობთ. ვიცით მის შესახებ. იქ იყვნენ ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ კრიშნა, როგორც გოგოს შეიძლება უყვარდეს ბიჭი, ესე უყვარდათ მათ დაინახეს თავიანთი შეყვარებული. აი რეალურად ასეთი რამ დაინახეს. მეგობარი ბიჭები იყვნენ, რომლებსაც დაინახეს ის როგორც მეგობარი. ანუ ერთი და იგივე პიროვნება და მე ჩემი მაგალითი მოყავს ხოლმე, როცა მეუბნებიან, მაგალითად, აი ჩვენზე შეიძლება, თქვენზე ნებისმიერზე ეს მაგალითი გადავიტანოთ, თუ ვინმეს კითხავს ჩემ შვილს ვინ არის აი ეს პიროვნება, ალეკო ვინ არის, ჩემი შვილი ტყეს არის მამაჩემი. ჩემ ცუს თუ კითხავთ, ის არის ტყეს მამაჩემი. ნუ თუ სრულჩქოაზე იქნება. ხო, შეიძლება თქვას, მამაჩემს აერია ბოლოში და მე ვეგონე მამა, მაგრამ ეს გამონაგლისებია ცუდად იყო და მამა ხარო და რაღაცას მეუბნებოდა. ეს მეტყვის ცოლი, დედაჩემი ვერასოდეს ვერ იტყვის, ხო? ესეთ რაღაცას ვერ შვილს იტყვის, ვერც არაფერს იტყვის, ეს ჩემი შვილია, მაგრამ ერთი და იგივე პიროვნება ვარ. და ეს მათი დამოკიდებულება ერთმანეთში არ გადადის, არ იზილება რა. შეყვარებულის პოზიცია ყველა სხვა პოზიციას მოიცავს უამბობენ. ის შეიძლება იყოს თავისი შეყვარებულის მსახურიც, ემსახუროს მას, შეიძლება იყოს მისი მეგობარიც, შეიძლება შობელივით მოუაროს და შეიძლება უყვარდეს როგორც საწინააღმდეგო სქეს. ამიტომ ჩვენ ფაქტი იოგაში ვამბობთ, რომ მათურია რასა, ანუ შეყვარებულის პოზიცია, თქვენთვის შეიძლება ეს უცხოა ღმერთთან მიმართებაში ამის თქმა, მაგრამ აი ეს მათურია რასა არის ყველაზე დიდრული და ყველაფრის მომცველი. მაშინ ასე დამოკიდებულებებზე ჩვენ ვთქვით და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უკვე ჩამოვთვალოთ რა შეიძლება იყოს ფაგავანის მიმართ ადამიანს რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. ნუ შეგეშინდებათ იმისი რომ სადღაც შეიძლება აგრძელული იყოს ვედებში და ინდოეთშიც ახლა თქვენ თუ იმოგზაურებთ ნახავთ ამ ადგილებს ყველგან არა, იმიტომ რომ შიში რაღაცის შიში არ ვიცი ყველგან არის შემდეგნაირი როგორც შვილის მამასთან როგორც მსახურის ბატონთან ეს დამოკიდებულება არსებობს. მაშასე არის შანტარასა ნეიტრალური. აქ ვინ არის ღმერთი? რა ვიცი, არის ვიღაც, არ ვიცით, არის რა. ეს ნეიტრალური დამოკიდებულება არის. მსახურის დამოკიდებულება, ანუ მსახური ისეთი კი არა რომ რაღაც, არამედ უნდა რომ რაღაც გაუკეთოს, ამ მსახუროს ესეთი დამოკიდებულება არსებობს, რომელსაც ქვია დასარასა, არის საქიარასა მეგობრობა, რეალური მეგობრობა. რო ის კი არა, ჩემზე უფრო ის არის. აი ეს ღმერთია და მე მისი მეგობარი ვარ, ესეთიც არის, მაგრამ არა. არის ჩემი მეგობარი, უბრალოდ არ მაინტერესებს ის ჩემი ღმერთია თუ არა. საოცარი ასეთი რამ არსებობს ვედებში, არის მშობლიური დამოკიდებულება,
როგორც შვილი ისე უყვართ პატარა კრიშნა, ის ხო პატარა იყო და ძალიან ბევრს უყვარს ის როგორც შვილი, როცა პატარა იყო, პატარა ბავშვით უყვართ. ეს პრაქტიკებია გესმით და არსებობს მათ ღურია რასა როგორც შეყვარებული. ეს პრაქტიკები არსებობს. ეს ინდოეთში ვედებიდან გამომდინარე არსებობს მიმართულებები, სამპრადაები, რომლებიც ამას აპრაქტიკებენ. ჩვენთან ასეთი რამე არ არის. ეს არ არის არც ისლამში და არცად. ვერ ნახავთ ამას, ვერც იეჰოვას მოწმეებში და ვერცად არც ბუდიზმში, მით უმეტეს ვერ იქნება საერთოდ არ არის გამიჯვნა იქ ღმერთსა და ადამიანს შორის. ანუ ეს არის დამახასიათებელი მხოლოდ მათთვის, ვისაც ღმერთი უყვარს აი ესე პიროვნულად. დარჩენ ის აქ პიროვნებად რჩება, ისიც პიროვნება არავინ არაფერში არ შედის. ეს არის პიროვნული ურთიერთობა. ეს არის ფაქტიოგასთვის დამახასიათებელი, სხვა არც ერთისთვის. და ისე აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეებამდე, რაც მე ჩამოვთვალე, ეს კი იყო, მაგრამ იცით მიძინებულ მდგომარეობაში იყო რა, ეს დამოკიდებულებები. არსებობდა ნეიტრალური დამოკიდებულება, კი ბატონო, არსებობდა მსახურის დამოკიდებულება, ეხლაც არის შიშები, ის შეგაგანადგურებს, ღმერთი მოგსპოს თუ კარგად არ მოიქცევი და ასე შემდეგ. მამა და ეს იყო და იყო მეგობრული დამოკიდებულება, როგორც მოწიწების დამოკიდებულება, მოწიწებით იყო რა. აი ხო, ღმერთი ჩემი მეგობარიც არის ჩემი, მაგრამ თან ნუ ღმერთია. და მოვიდა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ შუა საუკუნეებში 1486 წელს. ეს იყო დიადი რეფორმატორი ვაიშნავიზმის, იმიტომ რომ მოიტანა ისეთი რამ, რაც აქამდე აი საჯაროდ ასე არ ყოფილა რა. ის წინა იუგების დროს არასოდეს არ მოდის. მოდის ძალიან დიდი პაუზების მერე რა, იშვიათობა არის. ცნაურია რომ აი ესე 500 წლის წინ მოვიდა. შეიძლება დავიჯეროთ, შეიძლება არა, მაგრამ ვინც აპრაქტიკას გადის, ის დაიჯერებს რა და მოვიდა და მოიტანა ეს თავისი მაგალითით. როგორც იესო მოვიდა თავისი მაგალითებით მოიტანა, ისე მოვიდა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ და ისეთივე რეფორმატორი იყო, როგორც ქრისტიანობაში იყო იესო. ის მოვიდა ბენგალიაში და თავიდანვე დაბადებიდანვე ამჟღავნებდა საოცარ მიდრეკილებას რა, ამ სიყვარულს ბჰაგავან კრიშნასადმი რა. ამჩნევდნენ რომ ნუ რიტორიკაში, გრამატიკაში, ესეთ რაღაცებში ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ეს რაღაც მიწიერ რაღაცებად აღიქმებოდა და ბოლომდე ვერ იგებდნენ მის იდეადეს, სანამ მან რაღაცა პერიოდის მერე არ მოახდინა ესეთი მასწავლებელი აიყვანა, წავიდა სხვაგან, დაბრუნდა ძალიან შეცვლილი ბენგალიაში და მთელი ბენგალია, ეხლა რო ჩახვიდეთ, ბენგალია საერთოდ ისეთი ადგილი არის, ძალიან ბევრი ის მოდის იქიდან, რა ქვია, სულიერი სწავლების სხვადასხვა სკოლები რა, ძალიან. იქიდან მოდის რამაკრიშნა, ვივეკანანდა, იქიდან მოდიან სხვაების, ნუ დაბლიდან აურობინდო და ისინი ცოტა დაბლა იმიდან მოდიან და ასე შემდეგ სამხრეთიდან, მაგრამ აი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს იქიდან მოვიდა. ამიტომ მისი დაპირისპირება ბენგალიაში მოხდა დაპირისპირება, იყო ასეთი დაპირისპირება, იმიტომ რომ იქ მისდევდნენ უფრო ფილოსოფიურ სკოლას. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ უცბად მოიტანა ფილოსოფიური სკოლა, იცით როგორი იყო ეს სკოლები, რომლებიც სულაც არ მოიცავს ამ ღმერთისა და ადამიანის ასეთ სიყვარულს. სანსკრიტული. სანსკრიტი ხო? ხო, ესეთი სკოლები იყო, რომელიც არ მოიცავს. ძირითადად ეს არის, ამიგი, აი მაგალითად ჩვენ ვილაპარაკეთ ჯნანა იოგას. მე შევალ ღმერთში, მე შევალ ბრაჰმანში. მე პიროვნება აღარ ვიქნები, მაგრამ მე გადავალ ბედნიერებაში. კი ბატონო, ასეთი სკოლები ბევრი იყო. და შესაბამისად დაპირისპირება მოხდა. როდესაც ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ანუ გაურანგა ოქროსპეს, იმიტომ რომ მაღალი განსხვავდებოდა. სხვა შორის ეს ავატარები რაღაცით გამოკვეთილნი არიან, განსხვავებულნი არიან. ისინი გვანან ადამიანებს. ახლა ჩემთვისაც იესო არ არის უბრალოდ ადამიანი რა, მე რადგან ის აქვს შესწავლილი, იესო არ არის ადამიანი, რაც უნდა მოახდინონ მის თავზე ადამიანად არ აღვიქვა მე მას. თუმცა ნარავატალილა ასე ქვია, ნარა ადამიანს ნიშნავს და იღებს ადამიანის მსგავს მდგომარეობას. ეს ყოველთვის ასეა, იმიტომ რომ ღმერთი რო იყოს ვერ დაუკავშირდები. ამიტომ იესო ადამიანია, ჩამოვიდა კრიშნა ადამიანს გავს. ძალიან გავს. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუც ჩამოვიდა ადამიანი იყო, ოღონდ უფრო მაღალი იყო, ბენგალელები არ არიან ეგეთი მაღლები, ის მაღალი იყო, სხეული მართლა რაღაცნაირად ოქროსფერი იყო,
გწელი ხელები ქონდა აღწერა არის ძალიან ისეთი ეს უკვე მიმზიდველი იყო როდესაც ის განდეგილობას აპირებდა მისმა გურუმ თქვა კიდევაც ამას გაუჭირდება განდეგილობა იმიტომ ისეთი ლამაზია რომ ქალები მასში აცდენენ შეცდება ქალები შეაცდენენ სპეციალურად არა მაგრამ ისეთი ლამაზია რომ ქალების ყურადღების ცენტრში იქნება გაუჭირდება ძალიან მას განდეგილობა ასე ამბობდნენ მაგრამ ჩაიტანია მაჰაბრაფუ არ ამბობდა რომ კრიშნა იყო არ ამბობდა რომ ღმერთი იყო მას ესეც არის აქაც ხო ესია ხშირად ეხლა არის ინდოეთში ნახავთ ადამიანს სიტყვის მე ფაგავანი ვარ ან დაეჯერება იმას ან არა ფაგავანი ესე არ ამბობს რომ მე ფაგავანი ვარ რა მე ვარ ღმერთი როგორ რატო ხარ ღმერთი მარტო რაღაცა შეგიძლია რაღაცა მატერიალიზაცია რაღაცების გაჩენა ოქროსი რაღაცების ეს არ არის საკმარისი არც ასტროლოგიური გამოკვლევები და ასტროლოგიურად რო ადამიანს უთხრა რომ შენი მომავალი ესე არ არის საკმარისი არც მორჩენა ექიმობა ეს არ არის სხვა რაღაცაა მთავარი ჩაიტანია მაჰაბრაფუ მივიდა სწორედ ასეთი ჯნანა იოგას ალბათ ჯანა იოგას სკოლა იყო ესა და დაჯდა იქ მოშორებით ქრისტიანობაში წარი არა შორს დაჯიქი სადაც და გადმოგსვამენ აქეთ და მასთან მივიდნენ და უთხრეს რატო ზიხარ ასე შორს შენ შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცით შენ ძალიან გონიერი ადამიანი ხარ შენ ფაქტ იოგას მისდევ მაგრამ სუმღერი ყოველდღე მღერი ცეკვავ ეს ხალხი აიყოლიე ფაქტ იოგას პრაქტიკები ასეთია სიმღერები ჯგუფური ცეკვა სიმღერები ნუ სპეციალური ცეკვა არა მაგრამ აი ესეთი როცა მოგინდება აცეკვდები მანტრის გამეორება და ჯნანა იოგას წარმომადგენელს ანუ ფილოსოფიური მიმდინარეობის წარმომადგენელს ეს ძალიან მსუბუქ რაღაცად ეჩვენებოდა მან კითხა ესეთი გონიერი ადამიანი ხარ და შენ ნახეთ რა უთხრა შენ რა ქალის საქმით ხარ დაკავებული ცეკვავ და მღერი აი ესე უთხრა მარტო ჩაიტანია მაჰაბრაფუ უთხრა მე ჩემმა მასწავლებელმა მითხრა რომ გონიერი საერთოდ არ ვარ ამიტომ მე ეს ამის გაკეთება შემიძლია მარტო მე მარტო შემიძლია ვიმღერო და გავიმეორო ეს წმინდა სახელები და აქ უთხრა ლექსი სანსკრიტულად ეს განთქმული ლექსი ის ასე ჟღერს თუ გამახსენდება ჰარერ ნამა ევა კევალამ კალაუ ნასტი ევა ნასტი გადირ ანიადა რას ნიშნავს ეს ნახეთ გამეორებულია ამ ეპოქაში უთხრა ჩაიტანია მაჰაბრაფუმ ამ ჯნანა იოგას მიმდევრს არ არსებობს სხვა გზა სამჯერ გავუმეორე გარდა აი იმ სახელებისა რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ იმ სახელების გამეორებისა ანუ მანტრების თქმის გარდა არ არსებობს სხვა პრაქტიკა ძალიან ზემოქმედებითი რომ ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა იმიტომ რომ ადამიანი ცოტა ცხოვრობს კონცენტრაციას თითქმის არ აქვს გონებაში მედიტაციას მე რაღაცას ვერ ახდენს და შესაბამისად მას არ შეუძლია კი აქ ვიღაცების ხდებიან კონცენტრაციაში მეც გამითიშია გონება როგორ არ ჩამიტარებია მაგრამ ამით რომ ეხლა განმეჭრიტა რაღაცა და შევსულიყავი და გამეგო ის სამყაროები გამორიცხული იყო ვერ მოვახერხებდი ამასვე და აი ესე უთხრა რომ ეს არის ანუ ჩაიტანია მაჰაბრაფუ მოვიდა გაურანგა მოვიდა იმისათვის რომ მოეტანა ეს ფორმა სულიერი პრაქტიკის ლოცვები ხას ყველგანაც არის და შეიძლება ქრისტიანული ლოცვებით შეიძლება ესეც არის მასაც თავისი დადრთვა აქვს და ხვდებით რომ ის გამეორებაზე არის აგებული ამ სიტყვების იგივე თქვა ჩაიტანია მაჰაბრაფუმ რომ ეს და მოიტანა კონკრეტული მანტრა აი ეს მანტრა რომელიც მან თქვა რომ ეს მანტრა იყო აქამდე დამალული ასევე თქვა რომ შეიძლება ეს თქვა თუ არა არ ვიცი მაგრამ მე მიხვდნენ რომ ეს მანტრა მანამდე არსებობდა უბრალოდ მას ძალიან ისეთი ხალხი ამბობდა რა წარჩინებული ბრაჰმანები და წარჩა ეს მოიტანა ყველასთვის მაჰამანტრა სხვადასხვა რადგან ბენგალია გაგვახსენდა ჩვენ ვიმყოფებოდით მინდა პატარა შესვენებასავით პატარა მუსიკალური პაუზა გავაკეთოთ ჩვენ ვიმყოფებოდით ბენგალიაში და უпростоრად ბენგალიაზე მე გამახსენდება ეს
თანამიმდევრობას მიყვები ეს აიტაცა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სწავლება აიტაცა თელმა სამყარომ დღესდღეობამდე მოაღწია და მოაღწია ისეთ პიროვნებებში როგორც იყო მაგალითად ბიტლზის ერთ-ერთი წევრი ჯორჯ ჰარისონი პირდაპირ მოიცვა ეს იქ პოლ მაკ-კარტნის და ჯონ ლენონის ჩართულები იყვნენ ამ ბავშვში ერთი პერიოდი ბობ დილანის მაგრამ აცი განვითარება ისე არ მოხდა ჯონ ლენონშიც არ მოხდა როგორც მოხდა ჯორჯ ჰარისონში ჯორჯ ჰარისონი გახდა აი ამ ფაქტიოგას ერთ-ერთი ისეთი წევრი და ის დაუკავშირდა რავიშანკარს თქვენ ისეთ რავიშანკარის შესახებ და ერთად დაწერეს სიმღერა რომელსაც ახლა გვიმღერებს ეს ვიმღეროთ პრაფუჯი კაი მეთქი ბენგალიურზე გავდიოდით ბენგალიური ბოლოში დავამთავრე აი ესეთი სიმღერა დაწერეს რომელსაც კრიშნას ეძღვნება სხვადასხვა ხო აი ესეთი პრაფუჯი ესეთი მიმართვა არის უფლისადმი პრაფუ არის ბატონო უფალო რაღაცას სიმღერით ჩვენი მის თქმაც გვინდა რომ
ეს არ არის ეს პროცესი, არ არის პასიური. ანუ ნების დაუშვათ ეს არ არის უკვე დაკანონებული რაღაცა ისინი რა ქვია, ლოცვები ან რაღაც რიტუალები, რომელსაც ვერ გადაუხევთ და ვერ იმას ვიზავთ. ესეთი რამე არ არის. აქ აი ესე შეუძლია ადგეს რავი შანკარს და რომელიც სულაც არ იყო ფაქტი იოგას მიმდევარი და ჰარისონთან ერთად დაწეროს ესეთი სიმღერა, ანუ მიუძღვნას. ძალიან ესეთი პროცესია. ანუ მანტრის პროცესი ისეთი არის, როდესაც ახლა ჩვენ შეზღუდული ვართ სხვა ინსტრუმენტებში. ანუ მთელი მუღამი იმაშია, რომ ასე ვთქვათ, მუღამი იმაშია, რომ ეს როდესაც ჯგუფი მღერის, აქ ყველანი ჩართულნი არიან, გამიგეთ? ამიტომ პროცესი არის ძალიან თუ ტაძარში მოხვდებით, აი თუ ჩვენ წავედით ინდოეთში და მოხვდებით მაგალითად ვრინდავანში, სხვაგანაც ნახოთ, მაგრამ ვრინდავანში შევართ მაგალითად ერთი ტაძარში, თქვენ ნახოთ, რომ იქ ნონ-სტოპი აქ დილიდან საღამომდე მიდის ჰარი კრიშნა მაჰამათის სიმღერა, ერთიანად ცვლება მეორეს და სხვაებიც მღერიან. ანუ პროცესი არის განუწყვეტელი. საერთოდ ასეც არის ნათქვამი, რომ მანტრას აქვს თავისი ძალა და ის არ არის რაღაც 3-ზე, 5-ზე, 7-ზე, 9-ზე, ეს არ არის, სეანსები არ არის, ის მაქსიმალურად და გაიმეორო. მე თვითონ, როდესაც მე ვიმეორებდი მანტრას კარგად, როცა ვიმეორებ ხოლმე, ისი არ გამომივიდეს, მაგრამ ყარად გრძნობ რა ძალიან თავს, ყველაფერს თავი დავანებო. დარწმუნებული ვარ, რომ იმას ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. ხშირ შემთხვევაში ოქტომბრივად თავიდანაც წერდი მე 90-იანების ბოლოს, მაგრამ მე 2000-იანებში ისე რომ დაუბრუნდი დავიწყე წერა, ამას უნდა ვუმადლოდე. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მინიშნებით ეს მანტრა არ უნდა გამოიყენებოდეს რაღაც ლიტერატურული მეებისთვის. ასეთი რამ აუცილებელი არ არის, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ამაშიც გეხმარება რა. რატომ არის ასე? მე ამასაც მინდა შევეხო, თქვენ მიხვდებით ჩვენ ვიცით სამყაროს შემოადგენელი სამყარო რისგანაც შედგება, ეს არის ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი, ეთერი, ნუ უმოძრაო ჰაერი, თუ ამოძრავდება მერე ჰაერი არის, ეთერი და ჩვენ წინაზე თქვით კიდევაც, რომ ბრაჰმას გადაეცა მთელი ინფორმაცია ომ მანტრის საშუალებით ბგერით. შესაბამისად, ასე ამბობენ, რომ ჩვენი სამყაროს საწყისები მოდის ბგერიდან, მოდის ნატიფიდან, არა უხეშიდან, არამედ ნატიფიდან, აი ამ ყველაზე ნატიფიდან ის მოდის და ნელ-ნელა უხეშდება. შემდეგ სამყაროში და ვიღებთ აი ამ ჩვენ სამყაროს, რომელიც ნატიფ სამყაროსთან შედარებით საკმაოდ უხეშია, ანუ თუ ბგერას ჩვენ დავუმატებთ მაგალითად შეხების იმას, უკვე ჰაერი გახდება, ხო? ჰაერს თუ დავუმატებთ ჰაერს თუ დაემატება კიდევ ერთი თვისება, ცეცხლს კიდევ ერთი პლუს ერთი თვისება, ანუ დანახვაც არის შესაძლებელი, ჰაერის დანახვა არა, ცეცხლის დანახვაა შესაძლებელი, წყალზე გემოც აქვს და მიწას აქვს სუნიც. ანუ ეს გაუხეშება ხდება და თითქოს მიწას ბევრი კომპონენტი აქვს, ესეთი ბევრი მახასიათებელია, მაგრამ ეს სიუხეშის ნიშანი უფროა. შეიძლება ეს გვაინტერესებდეს, შეიძლება არ ამწუთას, მაგრამ ბგერა არის ის, რითიც შეიძლება ამ სამყაროდან გაღწევა და აი ამ ნირგუნაში, რაზე თქვით, გუნებიდან გამოსვლა, ჩვენ თქვით, რომ როგორ უნდა გამოხვიდე გუნებიდან, ძალიან რთული, აი ამის საშუალებით არის შესაძლებელი. ჩვენ ანაკვი ყავს ინდოეთში ადამიანები, ერთ-ერთი მათგანი უკვე მოხუცი კაცი იყო, რომელიც ვნახეთ, რომელიც ძალიან ბევრს იმეორებდა, გაგვიკვირდა ამდენს თითქოს რამოსაწყენი უნდა იყოს თელ დღე მანტრებს იმეორებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თელ სიამოვნებას, თელ ინფორმაციას, თელ საკვებს, თელ ენერგიას ის იღებდა ამ მანტრის საშუალებით. მე შემიძლია ვიდეოს გაჩვენოთ. უბრალოდ ახლა არ ვიცი კომპიუტერში შეიძლება აქ კომპიუტერში სადღაც უნდა გქონდეს. ჩვენ ჩავიწერეთ ის ისმა ემსახურებოდა ული და მოხუცი კაცია ეს და იმან გითხარი რომ ნახევარი ჩაპატი აქვს, ნახევარი პური აქვს, მარტო ნაჭამიო რა, აი შეხედეთო. ნახევარი პური აქვს მთელი 3 დღის განმავლობაშიო და ცოტა წყალი ჰქონდა დალეული. რო შევხედეთ რომ მივედით კაცი რომ შემოხვედა აი ესე თვალები უნათებდა ისეთი ენერგია ჰქონდა თან კეთილი იყო მე მოგეთ ემოციებით სავსე იყო რა და ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ის გაემიჯნა რა სამყაროს, ყველა ამას ვერ შეძლებს, მაგრამ მთელი ფაქტობრივად გათავისუფლებული სული იყო რა, ასე თქვათ რა, ანუ მიწიერ სამყაროში მას
როგორც წესი არაფერი არ ევალებოდა უკვე და რისთვის არის ეს ყველაფერი? იმისათვის, რაც ჩვენ თქვით, რომ სამსარა დაბადება სიკვდილის ციკლი უნდა დავძლიოთ რა. შეიძლება ვიღაცას ეს არ ჯერა, მაგრამ როდესაც ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხმერთა დაიფაროს ყველა. მე ახსენდება ხოლმე ასეთი მომენტი, მე ბევრჯერ გამომიცდია ასეთი ძიმე მდგომარეობა და ხვდები, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ მიშველეს რა. შეიძლება მიშველეს კარდიოლოგიურ ამბავში რაღაცა 8 სტენტი ჩამიდგეს და კარგად ვარ ახლა, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ავძლევ, შეიძლება ვერ დავძლევ. უგდოება არ არის აქ რა. შეუძლებელია, ამიტომ ეს არის როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი მორფეუსი ნეოს მისცემს, რომელი მას მისცემს 2-დან არჩიე და ეთქოს და შენ თუ გინდა გაიგო ნამდვილი სიმართლე, მაშინ დალიე ეს აბი. ასე მოხდა დაახლოებით პრაჰოვადას ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დასავლეთში და მე მივყევი ამ იმას. ჩემთვის მიწირი სამყარო აღარ არის ესეთი გასართობი. გართობა იმისთვის, რომ ცოტა რაღაცნაირად გადავიტანო რაღაცეები რა. თვითონ ჩაიტანია მახაბრაბუც ჩვენ წინაზე ვამბობდით სასწაულების შესახებ და მე მინდა თქვა, რომ ასეთი პიროვნებები სასწაულებს ჩადიან, მაგრამ ეს სასწაული არის მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არ არის ფოკუსი რა. ჩაიტანია მახაბრაბუს ახასიათებდა იმდენად საოცარი სასწაულები, რომელიც წავიკითხე გავუცდი. პირველად, როდესაც მასე ემართებოდა ექსტაზური ნიშნები ტაძარში შესვლისას, რაც მე არასოდეს არ დამმართვნია და დაახლოებით ვიცი ეს რა არის, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ასეთი რამ. იმდენად დიდი იყო ეს განცდები, აი კრიშნას გახსენების, ტაძარში შესვლისას ფაგავანის გახსენების სიყვარულის იმდენად დიდი იყო, რომ თმები უდგებოდა ყალხზე, ასე ამბობენ. ტიროდა, ისე კი არა, ესე კი არ ჩამოდიოდა ცრემლი, არამედ ესე ასხამდა ცრემლი, ესეთი რამეს. ყვებიან და აქაც მომიყვნენ ერთ-ერთ ბერზე. ჩემ მეგობარი რო რაღაცას უყვებოდიო და ასე დაიწყოთ, რომ გავოცდიო ესე ასხამდა ცრემლებს. წარმოვიდგინე სხვა რაღაცა არის. სიცილი შეიძლება დაიწყოს, მოგდო ტირილი, მე შევსწრები ვარ ტირილს. აი ინდოეთში სხვათა შორის, აი კრიშნა ბალარამას ტაძარში, სადაც ეს მანტრები არის, მოულოდნელად ადამიანმა დაიწყო ტირილი. და ეს ექსტაზური ტირილი იყო, რაღაცა შეხება, რაღაც დიათთან, რაღაც იქაურთან და ეს მორალ ტირილი არ არის, ვერ ახსნა თუ ტირის ეს ადამიანი. ჩაიტანია მახაბრაბუს ჰქონდა ესეთი რამ, იმას ისეთი რაღაცებიც ჰქონდა, რომელიც ახლა გეტყვით და რა ვიცი, შეიძლება არც არასოდეს არ მოგისმენიათ ასეთი რამ, რაც მას შეიძლება და დამართნო და რაღაცა იცით, რაღაც არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი ყველა ეს წმინდა რაღაც ეს ქმედება იყო შესაბამისი. მაგალითად, როდესაც ის აი ამ კირტანში იყო ჩამული, მაშასე ამ პროცესს, როდესაც შენ დადიხარ და უკრავ ამ რიდანგაზე ან მღერიან ვიღაცეები შენთან ერთად დადი ჯგუფი, ან შეიძლება სხედხარ სადღაც და არ დადიხარ და მღერი და შედიხარ ტექსტაში, ეს უნდა გამოცადოთ, მე ამას ესე ვერ აგიხსნით. დიდხანს შეიძლება გრძელდებოდეს და ძალიან სხვა მდგომარეობა შემოდის და გასხოვებით ნუ არაფერზე ფიქრისგან. აქ პირიქითი პროცესია. ასე ჩაიტანია მახაბრაბუ ასე აკეთებდა, ეს იყო სულიერი პრაქტიკის ფაქტიოგასთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი პროცესი. ერთ-ერთ თავის მეგობრის სახლში იყო, იქ მღეროდნენ მთელი ღამე, როდესაც მეგობრს მოუკვდა შვილი. იმ წუთში მოუკვდა შვილი გვერდით და ოთახში. და ექსტაზური მდგომარეობა ისეთი იყო, რომ ქალები გაჩუმდნენ და ცდილობდნენ არ ეტირათ. რომ ხელი არ შეეშალა, თითქოს იმიტომ რომ მაშინ მოეჩვენათ, რომ ეს დაარღვევდა რაღაც ღვთიურს რა. ჩაიტანია მახაბრაბუ მიხვდა, ახლა უნდა მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, იმიტომ რომ ის ხო ყველას გულში იმყოფება, როგორც ზესული ასეა ნათქვამი, ჩვენ ეს ვიცით ქრისტიანობიდან. ის ყველას გულშია რეალურად, როგორ აღკეთებს ამას, მე არ ვიცი. და რაღაცა მოხდაო იმ შრივასა ერქვა იმ შრივას რაღაცა მოხდაო და რომ შევიდნენ ახლა სკუდარი იყო ეს ბავშვი. ეს მიხვდა რომ ახლა ის მაგარ ხალხთან ქონდა ისეს არავინ არ ტიროდა რაღაცა, მაგრამ დაეწყნარებინა, აი აქ გააცოცხლა ეს ბავშვი რა. ესეა ნათქვამი. უთხრა რომ ადექიო და ბავშვი გააცოცხლდა, წამოდგა
არ იყო არაფერი კოშმარული საშიში და ისეთი არაფერი, უბრალოდ ბავშვმა თქვა, რომ ეხლა აბსოლუტურად ტყუილად მომაბრუნეთო რა, როგორ შეიძლება ბავშვური ენით ეთქვა, იმიტომ რომ წასული ვარო, გადავედიო სხვა იმაშიო, არაფერი სანერვიულო არ არისო, კიო რაღაცაო და ამან დაანახა აი მომენტით ამ ბავშვის გაცოცხლებით მისი ტექსტით დაანახა ის, რომ სიკვდილი არ არის საშიში რა. ის შეიძლება თითოეული ადამიანს ჩვენიანი ვიღაცა წავიდა, იმისთვის ბავშვი იყო და ძალიან უნდა და უყვარდა, უნდა და მასთან ხომ გესმით რა დამოკიდებულებაა, მაგრამ სინამდვილეში საშიში და კატასტროფული არაფერი მომხდარა. არაფერი ის არ გვდება რა ხო? აი ესე გაცოცხლა ბავშვი დააჯერა, კიდევ უფრო მეტი ექსტაზური მდგომარეობა წავიდა. ნუ ეხლა როცა გაურანგა შენ გვერდით არის, ბევრ ტკივილს გადაიტანა. როცა ის შენს გვერდით არის, შენ გვერდით არის ჩვენი გურუ იყო და საოცრებებს გრძნობდით თავს, ან კარგად გრძნობდით თავს, შეუძლიერები ვიყავით. გაურანგა როდესაც შენ გვერდით არის, მაშას ეს გააკეთა, მაგრამ გარდა ამისა თვითონაც შედიოდა ექსტაზურ მდგომარეობაში, გარდა იმისა, რომ აი ეს ტაძარში დაეცა და ყალღზე და რაღაცა სასწაულის ძლივს მოასულიერეს. მისი სიყვარული ფაგავანისადმი იყო ისეთი დიდი, რომ ხანდახან გარბოდა ვერ პოულობდნენ, იკარგებოდა. ამისათვის რომ არ გაქცეულიყო ოთახში, მე ნახე ის ოთახი ჩასული ვიყავი, ეს სხვა ადგილას ჯაგართა პორიში ხდება, როდესაც შეიძლება იქაც მოხვდეთ, ის ოთახი გვაჩვენეს ჩვენ. აი ამ ოთახში ის დაამწყდეს ამ ოთახში, დაამწყდეს ის ინათქვამი, უბრალოდ შეიყვანეს უთხარი. ანუ გიჟივით, გიჟურ მდგომარეობაში იყო, ჩვეულებრივი ადამიანი მას შეშლილად ჩათვლიდა. მაგრამ ეს იყო აი რა ძალიან დიდი პრემა, ესეთი სიყვარულია, რომელიც ყველა სხვა სიყვარულზე გაცილებით დიდია თურმე. და ამას განიცდის. ესეთ შეეული პიროვნება, ვინც ამას აღწევს და ნუ ჩაიტანა მაგრამ ამის მაგალითს გვაძლევდა რა. ამის მაგალითს გვაძლევდა თვითონ და ის დაამწყდეს, იქ დაუყენეს გუშაგი, კარი მიხურეს, მაგრამ მე ფაჩი ხმა აღარ გამოდა, შევიდა, აღარ იყო ოთახში. კედლები ვნახეთ, ის დიდია, ნუ მნიშვნელობა არ აქვს, აი აქედან გავიდა თქვა. გამოვიდნენ გარეთ ეძებს, კედელში გავიდა ამ სიყვარულმა გაიყვანა, რამ გაიყვანა, ანუ დაირღვა ყოველგვარი ფიზიკური ისა და გზაში რომ გაიქცნენ მის საძებნელად, იმიტომ რომ ან უყვარდა და იცოდნენ თავისთვის რამე, ხა რა უნდა მოსვლოდა ხო, ფაგავანი იყო თვითონ, რა უნდა დამართონდა, მაგრამ ადამიანს ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ უფრთხილდები ძალიან რა. არის იქნებ რამე მოუვიდეს რა, ქიშინია მაინც, ღმერთს რა უნდა მოუვიდეს, მაგრამ ვაი ისე გიყვარს. დაინახეს მეთევზე, რომელიც მოდიოდა იქიდან, მეთევზე. შეშლილი ვიტყვიროდა ის მეთევზე და მივარდნენ, მიხვდნენ რომ რაღაცა შეხება მოხდა ამათ შორის, რა მოგივიდა უთხრეს და ვაიმე ეს ვინ ნახეო, ბადე გადავაგდეო, რო ამოვიყვანეო და აი ის ბადეშიო, აი გახვეული იყო, ეს ვნახე ის გახვეული, ეს ნამდვილად ის მიირბირეს დაინახეს შეტანა მახებ დაპატარავებული. აი პატარა იყო. აი მხელა იყო. თურმე აი ამ პრემას ამ სიყვარულს ეს უბრალოდ არ არის შემიყვანდა რაღაცა ფიზიკური სხეულის შესვლა შეუძლია, სიყვარული ისეთი დიდია, რომ ის მას სხეული დაუპატარავდა. ანუ აი ესე შევიდა, ესე ვაი, ესე არის აღწერილი რაღაცა პატარა. და მე გადმოიყვანეს იქიდან და მანტრებით დიდხანს უმღეროდნენ, მანტრებს უმეორებდნენ, მოიყვანეს ასე და გაფართოვდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირიქით ფართოვდებოდა, მენჯებიდან უვარდა ისეთი ვერ უძლებდა ის სხეულიო. პრემა ესეც არის სახსნელი, სხეული ვერ უძლებს ამ სიყვარულს. კვდება ადამიანი შესაბამისად მას სხვა სხეული ჭირდება, რომ ასეთი სიყვარულს გაუძლოს. რა სხეული როგორ ეს უკვე სხვა ამბავია და ესეთი მდგომარეობაც იყო, როდესაც ის დაგრძელებული იყო, ძალიან დიდი იყო და ეს არ არის ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანები რაღაც ფოკუსებს აკეთებენ, ესეც გვინახავს. რაღაცების გაჩენა, რაღაცა ეს ხალხის მოსაზიდად, მაგრამ ეს არ იყო ხალხის მოსაზიდად, იმიტომ რომ გარის და ბოლოში მთელი თავისი ცხოვრება ისე იცხოვრა, რომ დაამთავრა კიდევაც საოცრად დაამთავრა, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ამთავრებენ ესეთი ავატარები. სხვადასხვა შემთხვევები, აი სხვადასხვანაირად აბსოლუტურად ვერ მიხვდები ვინ როგორ. ეს ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ იქ იმ ქალაქში ტაძარში შესულა და როცა აღარ გამოვიდა, შეაკითხეს და დაინახეს, რომ აი მომენტში შევიდა ღვთაებაში. ეს ღვთაება ახლაც დგას იქ. თავისივე ღვთაება, ასე ვთქვათ, ტოდა გობინათა ქვია ამ ღვთაებას, ანუ მისი ღვთაება იყო სხვა ფორმით და აი ამ თითქოს გაერთიანდა აი ამ ღვთაებაში და დღესაც თუ ჩახვალთ იმ ქალაქში დილით მივხვდით 5 საათზე,
ძალიან საინტერესო მომენტი არის, სხვა დროს არ კეთდება ესა, ეს გადაწევენ იმ ფარდას. ეს ერთადერთი ღვთაებაა, სადაც ღვთაება ზის, ესე, სხვა ღვთაებები არ სხედან, ეს ქანდაკება, ანუ რაც ქვია ამაში ჩვენ შემთხვევაში, ქანდაკება ღვთაება ზის და ძალიან საინტერესო იყო, მაგარი მომენტი სულ დამამახსოვდა, სულ მახსოვს. ფარდა რო გადაწია, ესე გამოიხედა ამ პუჯარმა, ვინც ემსახურება იმას და ესე გაგვიკეთა ხელით, ესე გააკეთა იმ ადგილზე მიგვანიშნა, სადაც მაშინ 500 წლის წინ 48 წლის შაიტანია მაჰაპრაბჰუ 48 წლის იყო დატოვა სხეული და შევიდა ღვთაებაში. აი ესე გვიჩვენა ხელით, რამდენჯერმე გააკეთა. გაუჩინარდა რა. ეგ არის ჯაგანათაპურიში. ეგ არის ჯაგანათაპური, არის ძალიან დიდი ტაძარია, სადაც არის ღვთაებებზე მე სხვა დროს ვისაუბრეთ თუ არ დაიბნეთ, უბრალოდ იქ ჩვენ არ გვუშვებენ თეთრკანიანებს. დასავლეთის ხალხს იქ ჩვენ არ გვუშვებენ. ეს რა თქმა უნდა პროტესტს იწვევს ჩვენში, რაღაცა თავის იქ აქვთ ვიღაცები, ნუ გვეუბნებიან რომ თქვენ ხართ ზაღლის ჭამელები, თქვენ ხართ ხორცის ჭამელები, თითქოს იქ არ იყვნენ ხორცის ჭამელები და ჭუჭყიანი ხალხი, მაგრამ ნუ ის ხალხი ჩვენ რო შევიდეთ, შეპაროლან ჩემი მეგობრები, მაგრამ რო გაიგონ რომ ვიღაცა შეიპარა, შეიძლება ის დასაჯონ, ნუ დაიჭირონ, ან ყოველ შემთხვევაში ტაძარს მე მთლიანად ძალიან დიდი ტაძარია და ასუფთავებენ, გესმით? ანუ ეს სხვა ტაძარი არის, ჩვენ სხვა ტაძარზე საუბრობთ მანამ. ხო, ეს თოდა გობინათა მე ხა სხვა ტაძარზე ვთქვი. იქ ტაძარში ჩვენ შეგვიშვეს, სადაც ეს, ნუ ხო მიხვდეთ ახლა სადაც ეს გვიჩვენეს, იმ ტაძარში შეგვიშვეს, მაგრამ არის დიდი ტაძარი, სადაც სამი ღვთაება დგას და არის რამდენიმე ადგილი ინდოეთში, სადაც ეჯობებით ჩვენ არ გვენტობიან და მე მგონი ინდირა განძიც არ შეუშვეს თუ ვიღაც არ შეუშვეს რა. მოკლედ ესეთი ამბები არის, ხო? ჩაიტანი აი ესე წავიდა, ბევრი შეიძლება მასზე მე წინაზე დაგვაგდა თუ ეხლა კითხვები არის, იქნებ კითხოთ თუ რამე კითხვები შემოგჭა წინიდან, ან ეხლა ამ ლექციიდან. რომელიც საუკუნეში იყო ჩაიტანი? ესე იგი ჩაიტანი მაჰაპრაბჰუ მოვიდა მე 15 საუკუნის დასასრულს, ანუ 1486 წელს. 48 წელი იცხოვრა, მეტი არა, ეს არ არის ბევრი, მაგრამ აი ამ ამბებში და 1534-ში ესე გამოდის ის გაუჩინარდა, დარჩა ეს ხაზი ვაიშნავიზმის. ეს უახლესი ხაზი, რომელიც მოდის დღემდე და ჩვენ ვითვლებით, ვინც ამ ფაქტიოგას მივდევთ, აი ამ ხაზს მისი მიმდევრები ასე ვთქვათ რა. ბევრია, ძალიან ბევრი შეიძლება მასზე ვილაპარაკოთ, მას არ ქონდა წმინდა წერილები, ისეთი ლექსები და რაღაცები დატოვებული. მხოლოდ 8 ლექსი დატოვა. მხოლოდ 8 ლექსი თქვა ერთხელ, აი ესე, წარმოთქვა 8 ლექსი, რომელიც მე მისმა მოწაფეებმა ცალკე განავრცეს და ცალკე ჩანაწერები გააკეთეს და მოყრენ მის შესახებ. ეს არის სამწუხარეო რომ მის შესახებ ბევრი ვიღაცის შესახებ იცის ხალხმა და არ ვიცი მე რის გამოა რომ მის შესახებ არ იციან, ეთქობა რაღაცა უნდა იყოს თითქოს საკრალური, მაგრამ უკვე იმ პერიოდში იყო ნათქვამი რომ ეს უნდა გავრცელებულიყო, აბა მე-15 საუკუნეში ჯერ ახდებოდა ჩვენთან რა იყო, ვინ იყო? მე-15 საუკუნეში ვინ იყო? გიორგი სააკაძე არც იყო ჯერ მოსული, ვინ იყო, ვიღაცები იყო, გიორგი სააკაძე რა თქმა გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ ხო არ იყო, ერიკლე მეფე ხო არ იყო, საერთოდ ხმალი არ უჭირავს და რაღაც ვაფშე არ იყო სად იყო. ხო და ესე იგი მოკლედ თელი ამბები არის და ამიტომ ეს მე-15 საუკუნეში ჯერ არ იყო კავშირები, იყო რაღაც ხაზე მიდიოდნენ, ვაჭრობდნენ ვიღაცა, მაგრამ უკვე მე-19-20 საუკუნეში თვითონ იმ ხალხმა გადაწყვიტა, მოდი ამის შესახებ მოუყვეთ ხალხს და მართლაც ეს არ მოეყოლათ ჩვენ რაღაცნაირად ძალიან დაგვაკლდებოდა ბევრი რამ, იმიტომ რომ მისი ცხოვრება საოცარია რა. და მისი ცხოვრება საოცარია და ისეთ რა შესაქმე, საკმაოდ საკრალურიც არის, იმიტომ რომ თვითონ ვაიშნავებს რაღაც კატეგორიაზე უნდა რაღაც დონეზე უნდა ახვიდო, რომ გაიგო ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ბევრს იცის მის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არა. ჩემთვის ის არის ერთ-ერთი უდიდესი ავატარი და შეიძლება ერთი რაღაცა მინდა რომ ეს ამაზე ვისაუბროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოიტანა ეს სპონტანური დამოკიდებულება ადამიანსა და ღმერთს შორის. რაც მანამდე არ ყოფილა, მანამდე იყო ღმერთი ბატონი, მოწიწებით ღმერთთან ურთიერთობა. საერთოდ რო გადავხედავთ ისტორიულად ნებისმიერ რელიგიას, ღმერთი არის ბატონი, ღმერთის მიმართ აქვს შიში ადამიანებს, ხო ღმერთი არის დამშენ. მაგრამ უფალმა ჩაიტანიამ, როდესაც მოვიდა,
აი ეს მისი ხაზი წამოვიდა როგორია იცით ღმერთის მიმართ სპონტანური დამოკიდებულება. ანუ ღმერთი გიყვარს არ როგორც ბატონი, არ გიყვარს ჩვეულებრივ. ანუ ისეთი რაღაცაა რომ მანამდე ეხა მშობლის და ეს კითხვი, მაგრამ ეს ყველაზე განასხვავებს ავატარებში, ყველაზე განსხვავებული რაც არის ისა რომ მან აი სპონტანური სიყვარული მოიტანა ღმერთის. და ამ ხრივ დაანგრია ის რაღაცა, რომ აი მე გვეშინია ღმერთის. ეხლა ხო არ ხალხს აშენებენ. აქ არ არის ამ სწავლებაში. ანუ აქ საერთოდ ამ სწავლებაში არ არის ეს შიში ღმერთის მიმართ. ეხლაც უჭირთ ხოლმე. იმიტომ თავიდან როცა ასწავლიან კრიშნა ღმერთია, ძალიან რთულია ამის დავიწყება, როგორ დაივიწყო. ეხლა რო გიცხრან, რომ რა ვიცი, ქრისტე ღმერთია, მაგრამ სპონტანურ დამოკიდებულება შედი ძნელი ადამიანისთვის აი ამ რაღაცა შუა იმის ხო გამიჯნული ხარ რა მაინც რაღაცნაირად და აქ ჯერ გვასწავლეს რომ ეს ფაგავანი ვინ იყო და შემდეგ გითხრეს რომ დაინგრეს მასთან ურთიერთობა საერთო ჯამში ეს თული აღმოჩნდა ეს პროცესი არ არის იმიტომ რომ ეხლაც ხალხი მოდის და მოწიწებით მაინც რაღაც ცოტა შეშინებულები არიან ვიღაცები მაგრამ ჩვენი არსი მთლიანად იმის მდგომარეობს ფაქტიოგაში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვამბობ მე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არა იმიტომ რომ არსი იმაში მდგომარეობს რომ დარჩეს ეს სიყვარული ყოველგვარი მოწიწება არ უნდა იყოს რა ანუ როგორ ვთქვა სიყვარული დროს რაც არსებობს შეიძლება მოწიწებაც იყოს რაღაც მაგრამ სიყვარულიდან გამომდინარე იყოს ანუ ნამდვილი აი ეს პრემა ქვია მას აი მას ქვია პრემა და მნიშვნელოვანი რა არის იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამე შეიძლება უკვე კაცმა ყველანაირად გამოიყენოს რომანშიც გამოიყენოს, ცხოვრებაშიც იფიქროს ამაზე. ეს სიყვარული აღმოჩნდა, რომ არ არის დამოკიდებული არაფერზე. აღმოჩნდა ასეთი რამ, რომ ჩვენ კი თქვით, რომ მანტრები კი ბატონო, ამას ვიმეორებთ იმისათვის, რომ ჩვენ შევიქმნათ გარემო და ამით მივახციოთ, მაგრამ სინამდვილეში სიყვარული არ მოდის რაღაცა პროცესის შედეგად. და არც აზიანებს მას რაღაცა პროცესი. მით უმეტეს ნიციერი პროცესი ამ სიყვარულს არც აზიანებს და ხელსაც ვერ უწყობს. სიყვარული მოდის სიყვარულისგან ნათქვამია. რას ნიშნავს ეს? აი რას ნიშნავს? აი სად შემოდის სულიერი ნამდვილი სულიერი მასწავლებლის როლი. შეიძლება ვიღაცამ თქვას მე არ მჭირდება მასწავლებელი მე თვითონ, მაგრამ ამ ფაქტიოგაში ეს გამორიცხული პროცესია, იმიტომ რომ ის გაძლევს ამ სიყვარულს. ის გადმოგცემს აი ამ თესავს შენს გულში. ეს არის ნათქვამი. სიყვარული იქნება მას მერე რაც ეს ადამიანი შენ გაძლევს ამ სიყვარულს. სხვას გადაცემა ხდება ამის. თუ შენ ეს გინდა. თუ აი ამ რო გამოამჟღავნებ რომ ეს მინდა, ის უკვე შემოდის შენ გულში. დანარჩენი ის არ არის მეცნიერებაზე დამოკიდებული, არ არის დამოკიდებული ფილოსოფიაზე, ჯნანა იოგაზე, საერთოდ არ არის. აი აქ იქნება ლექციები, რომელიც ჯნანა იოგაზე ის არ არის საერთოდ და რაც არ უნდა გონება იმტრიო შენ ვერ შეიყვარებ ფაგავანს თუ არ მოხდა რაღაც ძალიან ღვთაებრივი ჯადო რაღაცა ღვთაებრივი ფორმულა აი ეს სიყვარულის გადაცემა და ეს შეუძლია პიროვნებას ვისაც ეს აქვს მას მაგის ეძახით ქრისტიანობაში თუ ესეც სიყვარული შემოაქვს რა თუ ამ ადამიანს ეს უნდა გქონდეს, თურმე აღმოჩნდა თუ მას ეს არ აქვს, მე ვერ მოგცემთ თქვენ ამ სიყვარულს, მე შემიძლია ხა თეორიულად ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე ეს არ მაქვს. მაგრამ არიან არც ისე ბევრი არიან ადამიანები, რომელსაც აი ამის გადმოცემა შეუძლია. თუ თქვენ ამას გადმოგცემთ, ვისაც უნდა, ვისაც არ უნდა, ის წავა თავის გზით სხვა რაღაცას მიხედავს, მაგრამ მე ბევრს ვიცნობ, ისეც ვინც მივიდა აქამდე და თქვა რომ მე რაღაცა მაკლია ამ უპიროვნო ფორმებში ერთი იოგი შემხვდა რომელიც აი რომელიღაც სხვა იმას მედიტაციის ფორმებს ისე მაგრამ მითხრა რომ ცოტა მშრალი ვარ სიმშრალეს გძნობ რაღაც სხვა მინდა ასეც ამბობენ ეს უპიროვნო დამოკიდებულება რაღაცა გონთან რაღაცა სფეროში შერწყმა რაღაცა არ არის საკმარისი ადამიანს უნდა პიროვნული ურთიერთობაც პიროვნული ურთიერთობის გარეშე არ გამოდის რა არ გამოდის. ამიტომ ჩვენ ვარჩიეთ ფაქტიოგა სწორედ აქედან გამომდინარე. დაახლოებით ალბათ თქვენ მიხვდეთ რა არის ფაქტიოგა, ხო? დაახლოებით. ხო, ამბობენ. მილიონიდან ეგერცა. აი ეს კაცი ვინც იტირა ესეც რემლებით. მე აღარ ვთქვი ხა მამა გაბრიელი იყო. ხო, გახწერილი.
მე მომაგავეებს ვიცნობ სამцоცხალი იყო ჩვენ ჩავდიოდით ხშირად და აი ის ქონდა ზუსტად ხო, ეს ქონდა, აი ეს. და გულში შემოჩნდა ეს სიყვარული. ამბობენ სვამდა, მთვრალი იყო რაღაცა და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ხეს არ უშლიდა მას ამ სიყვარულში. ესე ვიღაცები ამბობდნენ რომ ასე ლოთობდა რაღაც სვამდა, გამოაგდეს იქიდან თქვენ ესე გიჟია, აი ეს ნიშნები იყო. ყოველ შემთხვევაში მე მინდა დავიჯერო, ხო? ხო, აი ესეც ამბობდნენ. ანუ გარეგნული იმას აბ ხალხს იშორებდა ამით. ხო რომ არ შეეწოხებინათ, რომ თავის ფაჯმაში ამ ოთხი პრაქტიკიდან რა ეს არის მისი ქალაქებია ესეთი სხვადასხვა ინდოეთში გადანაწილებულები არიან, მაგალითად ვარანასი, რიშიკეში უფრო შიოს ქალაქებად ითვლება ვრინდავანი, სამხრეთ ინდოეთი და რაღაცეები შედარებით, ნახა არის კრიშნას. და ამიტომ ვამბობ, როდესაც თქვენ ესეთი ბაგაჟით მიდიხართ იქ, როდესაც ესეთი ნუ ხა შეიძლება არც მისდიოთ პრაქტიკას, ხო, მე ჩემო იმაში არ შედის, მაგრამ როდესაც თქვენ იქ შედიხართ, ეს ემოციურად გრძნობებით სულიერ ემოციით აბსოლუტურად სხვა არის რა. ყველაფერი ხდება სხვანაირად გარდაიქმნება. აი სხვანაირი ყველაფერი თითქოს იგივეა, მაგრამ ამაღლებულია, საფეხურებით აწეული ხარ და გადმოცემა ჭირს. მე ვითომ წერალი ვარ, ამის გადმოცემა ვერ შევძლებ რა. აი იმ გზნობას ვერ გადმოვცემ. შეუძლებელია გზნობის გადმოცემა. ეს არის, მაგრამ მუდმივად იყო ამ პროცესში, რომ ეს მუდმივად არ არსებობს ერთ ადგილზე დგომა აქ. ერთ ადგილზე დადგები ჭაობში ხარ რა. ეგრევე ჩაგიძევს. წინ უნდა იარო. ყოველ წამს წინ სიარული არ გამოდის, მაგრამ ეს ყველა რელიგიაში ესეა, თუ გაჩერდები, ანუ უკან მოხდა. ხო, ხო. ამიტომ ეს ვარჩი. დღე რაღაცა შრომა და ცხოვრებაში წესი. ხო. ხო, მაგრამ აქ შესამჩნევად არის. დიახ. მე ჩემი აზრია, შევავსდები და ჩემი აზრი მაინტერესებს, რომ სხვა ეროვნების ადამიანისთვის, სხვა ქართველისთვის იგივე სიტყვები ჩვენ ხო შეგვიძლია ქართულად წარმოვთქვათ მშობლიურ ენაზე და ქართული ენა ძალიან მისტიურია, ძალიან სულიერი ენაა და რატო აუცილებელი რომ ინდურად წარმოვთქვათ ქართველმა? ეს არ მისმის. ინდური. ეგ ინდური არ არის. ეგაც ინდური სიტყვები ხო არის ყველა მანდრაში? არა, როგორ არის იცი? ნუ რა ენაზეც არის, რაღაც ენაზე ხო და სანსკრიტია. სანსკრიტი იყო თავდაპირველად. ხო. სანსკრიტი ეს შემორჩენილი არის ეს სანსკრიტული თავდაპირველად რაც იყო. ის გავრცელდა შესაბამისად ეხა ქართული ენა შეიძლება თავიდანვე იყო, მაგრამ მე შეიძლება მე შეიქმნა უფრო ასეთი სახით. აქ სანსკრიტული ენა განხილულია როგორც არა ინდოეთისთვის, არამედ მთლიანად კაცობრიობის ენისთვის. ეს ეხა კი მკვდარენად მოიხსენიებენ და დარჩა მარტო მანტრები. ხო. თუმცა სანსკრიტოლოგები არიან და სწავლობენ. მხოლოდ ამიტომ რა. მხოლოდ ამიტომ როგორ გითხრა ცალმხრივი პასუხი აქ ესეთი კომბინაცია სიტყვების რომელიც არის ხა ქართულად თუ ამას ააწყობ და დაალაგებ თუ არის ეს შესაძლებელი რა იმიტომ რომ მე აქ სპეციალურად დღეს ვფიქრობდი მაგაზე აქ არის მანტრების ტიპები მაგრამ გეტყვი განსხვავებულია ერთი მეორისგან მაგალითად ჩვენ ვილაპარაკეთ აი ამ გიანა იოგაზე ფილოსოფიაზე და რაღაცა მან იცით როგორი მანტრები აქვს რადგან შერწყმა ხდება და რაღაც მანტრებით შესაბამისია სახელები არ არის შიგნით მაგალითად აჰამ ბრაჰმასმი მანტრა აჰამ მე ვარ ბრაჰმანი ანუ მე ვარ ის ანუ ის მე შევალ იმაში ან მაგალითად ტატუამ ასი იცით ეს მანტრაც უბრალოდ აი ტატუამასი შენ ის ხარ მე ვარ ბრაჰმა აჰამ ბრაჰმასმი ჩემი ცნობიერება არის ბრაჰმანი არა პრაგაიამ ბრაჰმა აი ესეთი მანტრა არის ჩემი ცნობიერება ბრაჰმა მაგალითად ტატუამასი შენ ის ხარ შემდეგ აიამ ატმა ბრაჰმა ეს ატმა ჩემი სული არის ბრაჰმანი ანუ ყველაფერი მანტრა ამას იმიტომ ვიმეორებ რომ შენი სული გადავიდეს იმ უპიროვნო ფორმაში ჩვენ ამ მანტრებს არ ვიმეორებთ ისე ხუმრობითაც რა არ გვინდა ამას თავისი ძალა აქვს ყველა მანტრას ესე ვერ გაიმეორებ არ არის საჭირო ომ მანი პადმე ხომ წეგან რაც აღნიშნე არ გავიმეორებ
აბსოლუტურად არ მინდა კარი ჩაიკეტოს რა. მაგრამ არსებობს მანტრას ძალა აქვს, ანუ რა იგულისხმება ძალა. მანტრას ძალა იგულისხმება, მანტრას ყავს ყოველ მანტრას ყავს თავისი ღვთაება, თავისი პატრონი, ასე ვთქვათ, თავისი ის და ის ცოცხლდება შენში და რა მანტრასაც შენ იმეორებ, შენი ცნობიერება მიემართება იმისკენ. ძალა მემატება მე, ესე გამოდი. ის თვითონ გაძლევს ის მანტრა გაძლევს იმის ძალას, რომ შენის გზა გაიარო რა. საშიში არ არის, საინტერესო კარგია რა. იმის გზა უნდა გავიარა, ხო? იმის გზა. ანუ გზა არა. შედეგს აძლევს. შედეგს რა. საბოლოო მიზანი შენი თუ არის რასაც იმეორებ, იმ შედეგს მოგცემს. უპიროვნოში შეერწყმები და ვამთავრებთ. როგორც მე. სანამ დავამთავრებთ ბოლო 1-10 წუთი. დიახ. თვითონ უშუალოდ ჩვენი ინდოეთის აბოლოს. კი ბატონო, გითხეთ რაც გინდათ, ნებისმიერ შემთხვევაში გიპასუხებთ. კი ბატონო. კი მკითხე და ახლა მე მოყვები მე თვითონ. ინდოეთზე მეც მინდოდა საუბარი სხვათა შორისო ძალიან აცნელები არ ვიყოთ რა. რატომაც წარმოვიდეს ახლა ძალიან მოდაშია ძალიან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აფირმაციები და ასე შემდეგ ერთი და იგივეს რო იმეორებენ. ანუ ახსენე კიდევაც ხო რატო შეიძლება ქართულად ზოგი ქართულად ამბობს, ზოგი რუსულად ამბობს, ზოგი ინგლისურად ამბობს, ეს რაღაც აფირმაციების ესეც რაღაცა იმ მანტრიდან რაღაც მიმსგავსებული ხო არ არის და იმასაც ამბობენ რომ ისიც გაძლევს ძალასო რეალურად რა და რასაც იმეორებ და თან იმეორებ ესე მონოტონურად არ ვიცი ხშირად იმეორებ ხდება მოზიდვა ყოველ შემთხვევაში იმ რაღაცის რაც არის ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ ამის შეიძლება ეს იყოს და ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ხედავ ისე ჩვენი ცნობიერება უნდა ვაკონტროლოთ იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერი სურვილი არ უნდა იყოს ისეთი სურვილები არ უნდა მოგვდიოდეს უპრაგონოდ რა რომელიც შეიძლება განხორციელდეს მაგალითად არ არის საჭირო ასეთი რაღაცების გაკეთება უკვე პრაქტიკულ რჩევებზე შეგვიძლია გადავიდეთ რომ ვიღაცა შეშლი ადამიანი დაინახვა ვიღაცა ნეტავ რას ფიქრობს თქო ეს აბსოლუტურად ასეთი რაღაცის თქმა საჭირო არ არის რაში გაინტერესებს შენი რას ფიქრობს ცხოველზე თქო ნეტავ რას ფიქრობს ხვდებით რა ეს ისეთი სახიფა თუ არ არის ცხადია მაგრამ მაინც ასეთ რაღაცას ავერიდოთ ანუ მიმართულება იმიტომ რომ როგორ თქვა ჩვენ მომავალ ცხოვრებას განაპირობებს ჩვენი თვისებები. ჩვენი ცნობიერება განაპირობებს ჩვენ მომავალ ცხოვრებას. და შესაბამისად რა სურვილებიც გვექნება, იმის შესაბამისად დავიბადებით რა. იმის შესაბამისი სხეული მოგვივა. თუ ჩვენი მიმართულება რატომ არის აგრძალვები რაღაცები? მხოლოდ იმიტომ რომ იყო მიზანმიმართული რა. აქედან გამომდინარე უბრალოდ რაღაცა ფრაზების ეხლა ქართულად თქმა ღმერთო დამეხმარე ნამდვილად კარგია რა არის ამაში ცუდი ან უფალო შემიწყალე კი ბატონო ეხლა ამაზე მე არ ვიცი ვერ რომეს უფრო დიდი ძალა აქვს ვერ ვიტყვი მე უბრალოდ ამ მანტრებზე ვილაპარაკე თორე ქართველი ადამიანი უფალო შემიწყალე სიტყვის ალბათ ხო ან რაც არის ლოცვები ხო მე ძალა ამაში ვნახე რა არა მანტრა ლოცვის განსხვავდება ხო მანტრა ჩვეულებრივი ლოცვისგან განსხვავდება მანტრა უფრო დაწნეხილი, კონცენტრირებული მთელი. აი აუხსენე ხა შენ უფრო კარგად აუხსენე. კომბინაციას მანტრაში. აქ დიდი მნიშვნელობა ამ სიტყვების კომბინაციას, რომელიც არის მოცემული. ახლა მე ეს ეტიმოლოგიურად ვერ ჩავეძიები და ამ კომბინაციას ვერ ნახავ, მაგრამ ჰარი კრიშნა მაჰა მანტრაში მაგალითად. აი რასაც ჩვენ ვიმეორებთ. ჰარი კრიშნა, 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 ჰარი ჰარი. Hare Ram, 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 Hare Hare. ამ მანტრაში არის ერთ მანტრაში გააჩნია ვინმე მეორებს არის სხვადასხვა არსი შეგიძლია მოიწიო. პირდაპირ უბრალო მნიშვნელობით ის ასია. Hare უფლის ენერგიაო. კრიშნა ყოველთ მიმზიდველო. უფლის ენერგიაო, ყოველთ მიმზიდველო. უფლის ენერგიაო, ყოველთ მიმზიდველო. და რამასაც თავისი განმარტება აქვს და აი ამას ესეთი კომბინაცია იძლევა მანტრა არის უფრო გასაღები რა როგორ გითხრა უფრო გასაღები უფრო ძალა შექმნილი როგორც ჯადოსნური რაღაცა ვიდრე დაუშვათ ის გულით ნათქვამი ყველაფერი ძალიან კარგია მოდი ამაზე ხა ნუ ვიტყვით ჩვენთანაც იყო ზოგი იმეორებდა მანტრას მთელი დღე არა ზოგიერთი ერთხელ იტყოდა ისე იტყოდა რომ ეს არის
ეს ამაში ვერ ვიტყვით რომ ბევრი გამეორება ჩვენ გიგეუბნებიან, იმიტომ რომ ჩვენ ესე ძალა არ აქვს. მაგრამ აი ნახეთ როგორ არის არა მარტო კრიშნა, არამედ აი ბიჭზე რო თქვი, ის მაწველი ბიჭი რომელიც იმას უკითხავდა შრიმად ფაგავატამს. ეხლა უცნაურ რაღაცებს ვიტყვი ცოტა, ამ იმაში არის პერსონაჟი გოგონა, კრიშნას ხელა გოგონა არის, რომელიცაც ასევე ღვთაებრივი პერსონაჟი არის ქალის საწყისი. კრიშნა ხო შეიძლება მამაკაცის საწყისაც წარმოვიდგინოთ, რადჰიკა, რადჰარანი არის ქალის საწყისი. ისინი ქალღმერთი არ, ანუ ისინი ყოველთვის ერთად არიან. შრიმად ბჰაგავატამში არ არის ნახსენები მისი სახელი. ყველაფრიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ვიცით, მე შევისწავლეთ, რომ ერთმანეთთან არიან დიდ სიყვარულში, იმიტომ რომ ყოველთვის იყვნენ ერთად, მე გაიყვნენ ისევ ერთად არიან. ეს არის აუცილებლობა ამაზე და ჩვენ ისიც გვასწავლეს, რომ ჩვენ რადჰარანის უფრო გვიყვარს ვიდრე კრიშნა. ესეც აგვიხსნეს, რომ ეს უფრო და ახლა მის მიმართ უფრო მაგრად ვართ განწყობილები. ნუ ეს ახლა ისე ვთქვი, ისე არა, ეს შეგიძლიათ ახლა დაიმახსოვროთ არა, მაგრამ არ არის ნახსენები იქიდან გამომდინარე, თურმე ეს ბიჭი იმდენად საკრალური იყო მისთვის ეს სიტყვა რადჰარანი, რადჰიკა, ერთ და იგივე რადჰარანი, რადჰიკა. ვერ ამბობდა, იმიტომ რომ გონებას კარგავდა ამ სიტყვისგან გამომდინარე რა. იმდენად დიდი იყო პრემა სიყვარული, რომ აი სიტყვის თქმისას კარგავდა გონებას და ვერ მოყავდა თაზე და 7 დღე იყო დარჩენილი და არ ქონდა მას უფლება გონების დაკარგვის. ამ სიტყვას არ ხმარობდა. სახელს. ამ სახელს არ ხმარობდა რადჰარანი, თორე ესე წმინდა სახელი. ამიტომ ესეც ალხრივად მე მიჭირს ეს ალბათ თვითონ ადამიანმა უნდა ნახოს მანტრისა და ჩვეულებრივი ლოცვას შორის. დიახ, კაია. კი ბატონო, კარგია. განსხვავება ის არის პირდაპირ გეტყვით, საწყისებში ერთი და იგივეა ყველაფერი. საწყისებში განსხვავება ის არის, რომ მე ფაქტიოგაში ვიტყოდი, რომ კრიშნასთან მე შეიძლება ვქონდეს როგორც მიჯნურთან და შეყვარებულთან დამოკიდებულება. შეიძლება განვივითარო ეს, დამოკიდებულება როგორც შობელმა, როგორც მეგობარმა. ეს არ არის სხვა რელიგიებში. ეს არ არის. აი სპონტანურობა, აი რა. სპონტანური სიყვარული, აი ესეთ დონეზე ახლა ქრისტე როგორც განწყობილებებია, განწყობილებაა სხვადასხვა ხალხი. როგორც მეგობარი, როგორც მამა. როგორც მეგობარი, როგორც მამა. როგორც შეყვარებული? არ არის. არა, ერთი ამბავი ატყდება. მეც ვერ გამყვი. ვისეთ რო ერთი ამბავი უნდა ატყდეს, ხო? მოვედიო როგორც მეგობარიო, მაგრამ იქ სხვა რაღაცაა. და თქვენ რასაც ძახით, კიდე სპონტანურობა სხვა რამე. ხო, იცით რა. ნუ სპონტანურობა ხა, რადგან სპონტანურობა შეიძლება იყოს ყველაფერში. სპონტანურობა სასიყვარულო ამბავში რა. აი შრიმად ბჰაგავატამს რომ საუბრობთ ახლა, რაც იმ ყმაწვილმა მოყვა, რაც მამამისისგან მოისმინა და მეათე თავში მთლიანად აღწერილია კრიშნას აი ზუსტად ეს გართობები ვრინდავანში. ყმაწვილი, პატარა ყმაწვილი კრიშნასი თავის მეგობრებთან, თავის სატრფოებთან, აი ეს დამოკიდებულება იქ არის აღწერილი და როდესაც ამას გიყვება, რატომ ამბობ სიყვარულის გულიდან მოდის სიყვარული, როდესაც გიყვება ამაღლებული პიროვნება სულიერ სამყაროდან ჩამოსული, ვინც უშუალოდ იცნობს კრიშნას, ანუ ვისაც მასთან ურთიერთობა, მისი გულიდან გადმოდის სწორედ ეს განწყობილება. ამიტომ უბრალოდ ეხა მე რომ მოყვე, თქვენ რომ მოყვეთ სხვა ვიღაცას რო წავიკითხო და მოყვეთ, ეს სიყვარული მე ხო არა მაქვს, მე ვერ გადმოგცემთ. და აი ის უშუალოდ ის დამოკიდებულება კრიშნასა და მის გარემოცვასთან რაც ხდება, აი სიტკბოება. კრიშნა როდესაც ცხოვრობს იქ, აი იმ სოფელში თუ ვრინდავანს დავარქვათ სოფელი უშუალოდ, ხო, აი ამ პატარა ადგილს. ჩვენ როდესაც სადაც ჩავდივართ ხოლმე და პატარა ქალაქია. იმ ადგილას როცა ცხოვრობდა კრიშნა და დაიბადა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი. არ იცოდნენ რომ ღმერთი იყო. ანუ იმდენად იყო დაფარული მისი შინაგანი ენერგიით ეს ყველაფერი, რომ ის ადამიანები, ვინც მის გარშემო იყვნენ, ვერ გრძნობდნენ რომ ის ღმერთი იყო. უყვარდათ ისე როგორც უნდა ყვარებოდათ, აი სპონტანურად რომ გიყვარს ვიღაც ძალიან. მაგრამ ძალიან გიждდებოდნენ უყვარდათ სიყვარული. მაგრამ და მე გადავიდეთ ინდუეთის თემაზე. მე მაინტერესებს როგორ აიხსნება რაღაც ფატალური შემთხვევები ან რაღაც შვილის გარდაცვალებას თუ აქ რამე კონკრეტული ახსნა. ჩვენთან ახლა ამ წუთას ჩვენ საქართველოში და საერთოდ სამყაროში დასავლურ სამყაროში ყველაფერი არის პირიქით რა.
ანუ ეს ცოდნას, რასაც აი ვედები ამბობენ, საერთოდ საწინააღმდეგოს აკეთებენ რა. ყოველთვის ვიღაც სხვა არის დამანაშავე. სულიერი ესე არ განიხილავენ ვედებით, ესე არასოდეს არ ამბობს არც. ყოველთვის სხვა არის არ არსებობს შანსი, რომ ვიღაცამ თქვას, რომ მე ვარ დამანაშავე, ძალიან იშვიათად. ნებისმიერი გარდაცვალება ვინმეს, ნებისმიერი სიკვდილი, ნებისმიერი ფატალური შემთხვევა არის იმის კარმა. ნებისმიერი ვინც ხდება ციხეში, ყველაფერთან არის იმისი კარმა. ვერავინ ესოც ამბობს, შეგონია რომ გადაჭრით ჩემს თავზე, მგონი პილატეს რო ეუბნება რომელიღაც რომანში. არ არსებობს ასეთი რამ. შემომეშლება, სადაც ესეთი რაღაც არის. არ არსებობს ვინმე მოგიწიოს ისეთი რამ, რაც შენ არ გეკუთვნის, შეუძლებელია, რაც შენ კარმით გაქვს განსაზღვრული. კარმა რა არის? წერია რა. აი ეს ადამიანი ამას ასე გაივლის გზას. მაგრამ შენ გაქვს შენი ნება და გზათა განმავლობაში ხა იტყვი როგორ არის დაწერილი, კი ამ გზის განმავლობაში შენ შეგიძლია ეს სვალო. ხო, ერთი თვის ბავშვი რო გარდაიცვალა. ეხლა ერთი თვის ბავშვი არის რა. აი ჩვენ ყავდა ესეთი ბავშვი, ორსულად იყო, არ დაიბადა მერვე თვეში და დაიბადა, მაგრამ არ მოვიდა ის პიროვნება, არ გაჩნდა. არ მოვიდა. აუცილებლად ყოველთვის დედამიწაზე რა ხდება? პიროვნებებს უნდათ მოსვლა, იმიტომ რომ ისინი უნდა დაიბადნენ რა. აუცილებლად სადღაც უნდა გაჩნდნენ. ამიტომ არის დედამიწაზე მიდის ცხოვრება სხვა პლანეტებზე, რომ ეს ბავშვები მოვიდნენ, იქნება ოჯახები და როგორც კომპიუტერი გამოთვლის ხოლმე, რაღაც უფრო კვანტური კომპიუტერები რო გამოიგონეს, სასწავლო რაღაცეებს თulis, ისე იბადება ის შენთან. მაგალითად ეს არ არის გენის და იმის ამბავი, ეს ტყუილია, იმიტომ რომ უყურეთ როგორ არის გთხოვთ დაიმახსოვროთ რა. როცა ვიღაცა ამბობს რომ ის მამამისის ბრალია, იმიტომ რომ დედამისის ბრალია, იმიტომ რომ მას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და ამასაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. ასე აბრალებენ. ან ის იყო დამანაშავე და ეს მისი მშობლების რაღაცას ეს არა აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ ისმის კითხვა რატომ მოვიდა ამასთან. მაინც ეს კითხვა რჩება, აქ რატომ მოვიდა? დავამთავრებ რა. აქ რატომ მოვიდა ამასთან? აქ არ მოვიდოდა რა, შაქრიანი დიაბეტი რატომ მოვიდა, თუ რატო გაუჩნდა? არა, ეს ხდება კარმიულად ერთნაირი ხალხის ოჯახში შეიძლება იყოს ერთნაირი ხალხი, ერთნაირი ტიპის ადამიანების ერთი ახსნა. ამას შაქრიანი დიაბეტი უნდა გაჩენოდა. ძალიან უყვარდა რაღაცის გამო, იმასაც. ეს ერთი თვის ბავშვი კვდება, ეს ვერ მოვიდა, უბრალოდ კარმა ქონდა, ისეთი ვერ დაიბადა. უნდა მომკვდარიყო, 15 წლის ბავშვი უნდა მომკვდარიყო. საოცარ ლამაზი ადამიანი რაღაც მოკვდა, მაგრამ არ მოქმედებს ეს სილამაზე და რაღაცა იმ კარმაზე ის კვდება. ამიტომ ესე მიდგომა არასწორია, თქვენ ამას ინდუეთში ასეთ მიდგომას ტაძრებში და ვერ ნახავთ. ჩვენს წინ ქალი დაარტყა და გააფრინა, სადაც გააფრინა და დაეცა. აუ, ატყდა ერთი ამბავი, ყველანი მივედით, მაგრამ მოკვდა ის ქალი რა. არ განიცადა იქ ტაძარში არავინ, თქვენს არაუშავს. რა არის ამაში პანიკა? ვიცნობთ იმ ქალს კარგად რა. რა არის ამაში პანიკა? არ იყო ეს განცდა. მე ძალიან დამეხმარა ჩემი მშობლების, როდესაც გარდაიცვალნენ, ესე არ განმიცდია მართლა. ხო, მეც დამეხმარა. ხო, მიყურებდნენ და არ იყო ეს და რაღაცა პანიკა, ეს არ არის. მე მესმის ძალიან მენატრებიან ისინი, მაგრამ ისინი წავიდნენ, ეს არის მათი კარმა. ეხლაც მაგალითად ვერ ჩაჯდები ციხეში ისე თუ არ უნდა გეკუთვნოდეს ეს მომენტი რა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ვერ სიტყვი ახლა რა. ეს რო თქვა ვიღაცა იგი, იმიტომ მოკლეს სკოლაში ვიღაც ბავშვი. დანა დაარტყეს, იმას აბრალებენ, გასაგები, იმან მოკლა იმას თავისი ეს რომ უნდა მოკვდარიყო, იმას კი არ ნიშნავს, რომ ის გამოძრება. იმას თავისი დანაშაული ვინ ჩაიდინა დანაშაული გამა ეს უნდა მოკვდარიყო. უდანაშაულობა შემთხვევითობა არ არსებობს ვედებში რა შეიძლება. დასაშვებია რომ წინა ცხოვრებაში ამან მოკლა ის და ის მოვიდა დაბრუნდა. არის ესეთი ბევრი შემთხვევები, ან ვიღაცის მიმართ გააკეთე და ესეთი ამას ქვია კარმის კანონი, ეს არის ეფიუდრის მინუს, დაპირისპირება მოდის აუცილებლად, ასევე სიკვდილით დასჯაზე იყო აგრძალეს, მაგრამ ვედებში იცით როგორ არის? ადამიანი რომელიც ვიღაცას მოკლავს, მაგათ ეს კაცი რომელიც გუშინ ბენზინი მიესხა თავის ცოლზე დაწვა, იცით ხო? ხო, მაგას შეიძლება ხო 20 წელი მისცენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ის თუ მოკვდა ის ქალი, ხო? ამბობენ რომ აქაც უნდა დაისაჯოს სიკვდილი, თორე შუამავალ პერიოდში და გარდამავალ პერიოდში. შეიძლება ძალიან დიდი ტკივილები რაღაცნაირად უნდა დაისაჯოს, რომ მე შეუმსუბუქდეს რა. აი ესეთი უცნაური რამეა რა. ამიტომ ადრე იყო. ნუ ეხლა შეიძლება ვერ გამოთვალო ვინ უნდა დასაჯო და ვინ არა. ალბათ უფრო ადრე შეეძლოთ, მაგრამ ჩემი აზრით ესეთი კაცი მოსაკლავია მაგალითად ეხლა.
ხო, გაბრაზების არ ვითვალისწინებ და ასე შემდეგ. ანუ ჯავის შესხმა მუსულმანია სახში. ხო, სადა? ინდოეთში. მუსლიმები ასხავენ. ხო, ეხლა ისეთ როგორ არის მილიონ ადამიანში. არა, მუსლიმები ასხავენ. მილიარდ ადამიანობაში ისე საზღვრები. ხო, ამიტომ ეს თუ ამას თუ თქვენ მიხვდებით, რომ თქვენი ავადმყოფობა, თქვენი რაღაცა ცუდი არის თქვენი კარმის გამო, თქვენ ძალიან დამშვიდდებით, არავის აღარ დანაშაულებთ. ხო. და თქვენ ძალიან გამოიცვლებით და თქვენ აღარ იქნებით გაბაროტებული სამყაროზე, ძალიან შეიძლება თქვენ შეცვლით თქვენ კარმას. იმ წუთში იწყება თქვენი კარმის შეცვლა. დაცვათ, აი ამასთან დაკავშირებით ხა კარმაზე არ მიფიქრია, მე ცუდად ჯანმრთელობის პრობლემები ვქონდა და პირველი რაც დამემართა იყო მე რატომ და ძალიან გაღიზიანება და როგორც კი მივიღე რომ ეს გამოწვევა იყო მაშინვე კარგად ვიყავი და რომელ რელიგიაზე არ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან დამეხმარა. ხო, როგორც კი მორჩილი ხდები, იღებ ამას და არ ნერვიულობ და არ ნებისმიერი შემთხვევა. ნებისმიერი ვიღაცა ქუჩაში გაგინა ეს შემთხვევით არ არის. უნდა მოასწრო ამის გაფიქრება და წამოხვიდე რა. ნელ-ნელა თქვენ ნახავთ, რომ კი ეს ინერციით გაგრძელდება რაღაცები, ვიღაცები ყოველთვის გამოჩნდებიან, მაგრამ ინერციით ერთჩვენიერ დღეს შეიძლება წმინდანი ვით გახდეთ და წმინდანიც კი გახდეთ, იმიტომ რომ ეს არის თვითრეალიზაცია რა. არ შეიძლება გადაბრალება რა. სამშობლოს ვიცავთ, კი ბატონო, შემოوارდა ჩვენი კარმა და ეგეთი რაღაცები ომის დროს არ არსებობს. მან ცეცხლი უკიდია და არ ჩავაქრობ ახლა ამას. იმიტომ კარმა ექსისულელია, შენ შეგეძლია ეს ესეთი ამ ვეფხს ჩავეხუტები, მაინც არ შემჭამს. თუ კარმა არ შემჭამს. და ვეფხი შეგჭამს. ხო, ეგეთი სიტუაციები არ არსებობს რა. ხო, ეგ აშკარად ცით. აი თუ ამას ჩავიდებთ, აი ქრისტიანობაც ალბათ ესე არავის არ ადანაშაულებს რამე ესეთი. არა, კარმის შეჩერება შეიძლება. ხო, ყველაფერი ღმერთის ნება. შეიძლება. მაგრამ როგორც ისლამში ამბობენ, რომ ეს ბავშვი დაიბადა, რატო დაიბადა ბრმა, ყველაფერი ღმერთის ნებაა, ყველაფერი ალლაჰის ნებაა, ეგ მე არ მჯერა, იმიტომ რომ ალლაჰს გაუჩენია ესე ბრმად. არა. ღმერთის ნება არის კარმის წესი რა. შეგვიძლია კარმა და ღმერთის ხო. გავერთიოთ თქვა კარმა. კარმა გავაჩეროთ. ანუ როგორც კი საფასურო ქმედებას არ აკეთებ, ჩერდება რა, ნენა რა. ჩერდება რა. ანუ იქ დამთავრდება ყველაფერი რა, შეწყდება, ჯაჭვი გაწყდება. თუ მაგალითად აი, ძალიან მაგარი ისტორია მახსენდება. შეცვალო. ვითომ შეუცვლელია, მაგრამ განეიტრალება შესაძლებელია. მახსენდება, დედას რო შვილი მოუკვდება. ვიღაცა შეურაცხყოფას გაყენებთ მაგალითად. მოგაყენათ შეურაცხყოფა. ეგ ძალიან ელემენტარულია რა. მე თვითონ ვერ ვაკეთებ, მაგრამ ჩვენ უნდა თავში ჩავიდოთ ეს გავაკეთოთ, აი მაგარი გაგინა რა. თუ შენ ამას აიღებ და ჩაიცვამ, აი იმასაც გამოგიგზავნა გინება და ჩაიცვამ და მაგარი არ ნერვიულდები, ესე იგი მიუღწევია მიზნისთვის. თუ არ ჩაიცვამ ამ გინებას და გაატარებ როგორმე, ამბიციების მოტოკავ მიხვდები, რომ არ მიიღებ, გვერდზე გაიწევი და დამკვირვებელი იქნები. ის თვითონ ჩაიცვამს ამას. ან თქვა რომ წინაზე მე ვაგინი ამას. და ეხლა მოვიდა და მოდი მე აღარ შევაგინებ და მოც დამთავრდა უკვე. ისტორია თქვი დედის და დედის ერთ პატარა ბავშვი დედას მოუკვდება როგორ გველმა დაგესლა და მოუკვდა შვილი. ნუ დიდი ტრაგედია მოხდა სოფელში. ეხლა ყველა ტირი ძალიან საყვარელი ბავშვი იყო და მოიყვანენ იმას გველის შემლოცველს, რომ ეს გველი იპოვონ. და რომ მოკლან დასაჯონ და მოიყვანს ეს გველის შემლოცველი ამ გველს და დედამის დაუგდებს წინ რომ მოკლათო მოდიო და დედა იტყვის მერე რომ გაჩერდება პაუზა აქ ამ ხალხს და უცებ ეს გველი ხმას ამოიღებს რატომ უნდა მოკლათო წინა ცხოვრებაში მე ადამიანი ვიყავ მოვიდა და თქვენმა შვილმა შემლოცველი გაიგებს ამას ხო ნუ ესე იგი მომკლავ რა თქვენმა შვილმაო და ნუ დედა მიხვდება ამ ყველაფერს ძალიან რეალიზებული ხალი იყო და იტყვის რომ ჩემ შვილს ხო ვერ გააცოცხლებს ეს ყველაფერი და ამიტომ მოდიო დავამთავროთ ყველაფერიო გაუშვათ ეს გველიო ცოცხალიო და ანუ მოხდა ისე რომ ამ გველმაც ეს რაღაცა თავის არსებობა იქ რაც უნდა გაეტარებინა გველის ხეულში გაატარებდა და დაასრულებდა იმ თავის კარმას რა და მე პროგრესი განიცდიდა რა თქმა უნდა რომ მოეკლათ პროგრესი აღარ ექნებოდა ცხოველების ხოცვა რატო არის ცუდი აი რომ ვიტყვი ხოლმე რატომ ვართ ვეგეტარიანები კიდევ იმიტომ რომ ცხოველის პროგრესს ვაჩერებთ ჩვენ პროგრესი რა არის რომ ევოლუცია ხდება ერთი სხეულიდან მაღალ სხეულებში ამოდიხარ რომ ადამიანის სხეულს მიაღწიო ხო და ჩვენ თუ მოვკლავთ მაგალითად იგივე გველს იგივე რაღაცა თავს მას გაუჩერდება ისე იმ სხეულში იბადება მერე სული და უჭერს ევოლუცია
და ამიტომ ის გველი წავიდა და უკვე ევოლუცია ექნებოდა რა და გამძლეობა ცხოვრებას მე ხო შეიძლება ადამიანს. ისე რომ აი ეს ელემენტარულ რაღაცებს თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ეხლა როგორ არის ვიღაცა მოკვდა და იწყება ეგრევე გამოძიება. ეგ როგორი უაზრობაა. მოკვდა პატარა ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს და იწყება გამოძიება. პრევენციები და რაღაცები აღარ ხდება. ამის ძიება რატოა? ეს ამას საერთოდ არავინ არ ეძებს, არ ჩობლები არავინ არ ეძებს. ეძებენ დამანაშავეს. ვითომ ეხა დამანაშავის დაჭერა იმას რაღაცას უშველის რა. დავსაჯოთ და აი აქ იგვალებოდა და მე ეს ცივი იყო ეს რაღაცა ეს არაფერს არ იძლევა. კი ბატონო ის დავსაჯოთ. დასაჯელია. ეს ხო არ იძლევა. არა, რო დავსაჯოთ იმისთვის ხო კარგია. ხო, მე ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომიცდია და ვიცი რომ ეს სხვანაირად არ მუშაობს რა. და უკვე ისეთ დონეზე მისვლა რაღაც მომენტამდე რომ საერთოდ გამარჯვებაც აღარ მინდა რა, აი ვიღაცაზე გავიმარჯვო, რაღაცა ვითამაშო, გავიმარჯვო, რაღაცნაირად ნუ ეს მაქვს ხოლმე ან რაღაცნაირად შეწო, აი როგორ თქვა, ეხლა არასწორად გადმოვცემ რაღაც ტრაბახში არ მინდა გადავიდეს. ნუ მე სხვანაირად ვიტყვი რა, მოვიფიქრებ და უფრო სხვანაირად ვიტყვი, რომ აი ამ ქმედებებში აღარ გავიხლართო რა, აი ამ ხო გეგეს გაიგეთ, ხო, აი ესე დეტალურად ისეთი სხვა საქმე გვაქვს რა. ვედებს თუ მასწავლებელი გეიქაურე მიხვდებით სხვა გეუნება სხვა საქმე გაქვს რა. აბსოლუტურად შენ სამსარადან გასვლა არის შენი საქმე და ასე შემდეგ. აი ხლა ინდოეთზე შეგვიძლია თქვა ორი სიტყვა მე კიდევ თუ დავჩებოთ რომ რაზე კონკრეტულად რაზე ვთქვა რა ვილაპარაკო. ზოგადად ჩვენ მოგზაურობაზე და ინდოეთი რა არის აი შენი. ხო. ესე იგი ხა ტური გვაქვს ჩვენ 14-დან 25 თებერვლამდე მე და გურამი ვაკეთებთ ერთად. ძალიან საინტერესო ტურია. ეს არის ოქროს სამკუთხედი, ანუ დელი აგრა, სადაც ტაჯ-მაჰალია. არის იქვე ახლოს არის ვრინდავანის სოფელი, განთქმული სოფელი, რომელიც ახლა თვითონ ინდოელებმა შეიყვანეს თავის ტურში, ადრე არ იყო საოცარია. მე შემყავდა ხოლმე, ერთ-ერთი პირველი მე შევიყვანე, ნუ გიორგი კეკელიძესაც ჰქონდა ადრე შეყვანილი. ძალიან საინტერესო მომენტია ესა და შემდეგ ჯაეპური. ანუ ეს რაჯასტანია, უტარ-პრადეშის შტატია, რაჯასტანი, უტარ-პრადეშის შტატი არის და ახლო-ახლო არის ერთმანეთთან. უკან დაბრუნებენ 5 საათი უნდა მაქსიმუმი ჯაეპურიდან დელიმდე, ნუ ჩვენი ავტობუსი ყავს ყველაფერი, მაგრამ გზადაგზა ესე ნელ-ნელა მოვდივართ, სასტუმროები გვაქვს, სამოაშკობერი ძალიან კარგი სასტუმროებია, ხუთიანი ძვირები ღირს და ახლა ბიუჯეტი არ გვაქვს. სამიანი ძალიან კარგია ხო? ძალიან ხუთი. სამიანი კარგია, სიტუაცია ძალიან კარგია ხოლმე, მაგალითად ეხლა რომ ახსენდება, რავი, ძალიან კარგი სიტუაცია, რაღაცასაც ცილოამბები ხდება ხოლმე. არის, აი, ხო, აი ნინომ იცის შვენივრად არ მომატყუებელი, ხო? ხო, ჩვენ ეს ტური, ხო. ჩვენ გავაკეთეთ სხვა ტური და მე ნინომ და სხვებმა გააკეთეს ჯაეპური. აი ეს ტური ხო. ეს იყო ძალიან კარგი. ამის მერე ჩვენ ბრუნდებით, ესე იგი, დელიში, ამ შემთხვევაში დელიში, არა, ამ შემთხვევაში არ ბრუნდებით დელიში და ჯაეპურიდან პირდაპირ გადავფრინდებით გოაზე. გოა ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი ის არის, მე ძალიან მომეწონა. იმავე სასტუმროში, რომელიც ვიყავით, მე მომწონს ახლა სალომემ კი თქვა, რომ არ უნდა 4 და 5 დღე პლაჟზე წამოწოლა, კი ბატონო, სანახაობები ძალიან კარგია და რაღაცა მუზეუმებსაც დაათვალიერებს კაცი იქ. საჭირდებით გოაზე ამასასწორებში. პარადაის თუ რაღაცა ესეთი ქვია, ზუსტად ახლა სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ აი გაჩვენებთ ახლა. ის ახლოს არის ძალიან 2 წუთი პლაჟზე, ზემოთაც კაი ადგილია მე მომეწონა რა. ხო, კაი ადგილია. ძალიან კარგი ადგილია. ეხლა მე თხოვე სპეციალურად. უბრალოდ სიცხე იყო, ჩვენ სიცხეში მოხვდით. აღმოჩნდა რომ ოქტომბერის სიცხეა რა გოაზე. ხო, ეხლა თებერვალი იდეალურია. ხო, თებერვალი იდეალური იქნება. ანუ ბათუმში რო ზაფხულში ცხელა ეგეც იყო. ხო, ინდოეთი, ნუ ეხლა ჩემთვის აუცილებელია იქიდან გამომდინარე რომ მარტო სხვა სამყაროას ვერ ვიტყვი სხვა სამყარო. ეს არის ჩემის აზრით ესე და აკვანია სხვადასხვა რელიგიების და სხვადასხვა სწავლებების რა. ქრისტიანობას არ მოსულა ჩვენ და საქართველოში არ დაბადებულა, ხო, მოვიდა ისრაელის ტერიტორიიდან, ნაზარეთი, რაღაც იქიდან არ მოვიდა. ამბობდნენ რომ თვითონ იესოც ინდოეთში იყო ნამყოფი. იქ ჩვენ ნახულობთ ასეთ რაღაცებს, აი ჯაგარათა პორში არის ფრესკები რაღაცები, სადაც ნათქვამია
ქაშვირის შტატში ზემოთ საერთოდ ამბობენ რომ აქ განისვენებს იესო არა ნუ ამაზე აღარ ვიწყებ ხოლმე საუბარს რომ რაღაც ხა აღარ არის ქაშვირში მეტად დაძაბულობა ხო მაგრამ ესე იგი ეს კარგი იმიტომ რომ ეს განწყობილება უნდა გამოცადოს ადამიანმა ინტუიტის და ნახოს მისია თუ არა თუ აღმოაჩენს ეს მისია ეს ნამდვილად კარგი ექსპერიმენტია პირველად წასვლა იმიტომ რომ თუ აღმოაჩენ რომ შენია თქვენ რა სიტყვით თქვენია კაია ინდოეთი ინო ხო კარგია ინდოეთი ძალიან კარგია ჩვენ უბრალოდ ძალიან ბევრი ვიარეთ და ნინო ძალიან მაგარი რაღაცა გამახსენა ის ფილმი გამახსენდა მაგარი დაღლილები და შენაო ფილმიო ხანს გაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ ნანახიგა ხო ეგეთი ფილმი იყო ადრე ტიპები ცეკვავენ და ვინც ბოლო არ წაიქცეო სუცეკვავენ რა არ ჩერდებიან და იქ ხალხი ეცემა და ის იმარჯვებს ვინც გადაჩება და გამახსენდა რომ ის ხო და გაბგედა აბა რა გვიქნა ჩვენ ისეთი ადგილები მოვიარეთ რომელსაც სხვანაირად 6 ფრენა მაგრამ ფრენები კარგებია შიგნით რა აეროპორტები იაფია შიგნით აეროპორტები იაფია შედარებით აი ესეთი არ არის როგორც აქ ანუ ძვირია მაგრამ შედარებით იაფია აეროპორტში შეიძლება კარგად ძალიან იაფი ინდოეთში აი რო შედიხარ აეროპორტში ძალიან იაფი ძალიან ამაზები აეროპორტი ყველა აეროპორტი ძალიან კარგია ჰა 30 კილო შეგიძლია წამოიღო ინდოეთში მუმბაის აეროპორტი ანუ ჩვენ აი გურამსაც მინდა უთხრა ჩვენ ისეთ ადგილებში და მუმბაიში დაჟე მუმბაიშიც ვიყავით და გავია ვინთომ იმ ადგილზე სადაც აი ეს რა ქვია მას ტრუშობები რაც არის სამრეცხაოები და იქაც მივედით მაგრამ იქ ხა ახლოს კი არ მივედი ჩვენ დავათვალიერეთ რაღაცეები ვნახეთ ეგეთ ადგილებში სადაც რაღაცა სახიფათო რაღაცა რატომ მივალ ამიტომ ეგეთ ადგილებში ჩვენ არ ხვდებით არა ჩვენ ავტობუსით დავდივართ მიკროავტობუსით დავდივართ თუ ჯგუფი კარგია და აქ ახლა კარგი გიორგი და ისინი და სასაცილო ჯგუფი იცინოდით მთელი ამბები და ეს თერი ერთი სიამოვნება კიდე ბოლივუდში მივედი რა დღეში ვიყავით რაღაც ოღონდ პლატ შაკრუქანი და მუმბაიში აი ეს მაგარი კითხვა ესე რამდენად გიზე წავიდეთ ამ მსაუბრობაზე მე 4 დღის ყოლა ყოფნა არ მომწონს. მაშინ მე გაგიშვებ თქვენ მუმბაიში. მუმბაიში გაუშვით ეს ადამიანი 2 დღე სასტუმრო დაუჯავშეთ იაროს 2 დღეში რაღაც მოიგეს. თევან დედოფლისის აღარ არის აღარ არის მაგრამ ტაძარია დარჩა. ერთი სადაც არ შევიდოდი პორტუგალიელების ჩამოსული ესპანელების ის რო არის ნახატები მან არ შევიდოდი იმიტომ რომ ვერ გავიგე ვინ არიან რა კონკისტადორები დგანან შპაგებით რაღაცები დგანან და სატის ვკითხე ესენი ვინ არიან რა ვიციო ერთიო ამის სატიში არის ყველასი აი თქვენ რო თქვით ეხლა მე ფოტოს გაჩვენებ სატიშის ფოტოს ნახეთ ეხლა მახინჯია თუ სიმპათიური კარგი კაცია. არა მე ყველანი იქ ძალიან კარგი ხალხია. ნუ ხო ამიტომ თუ ვინმეს იქნებ ვინმეს დაინტერესოს თქვენ მეგობარს ჩვენ ეხლა გვინდა ხალხი რომ 10 შევკრიბოთ იმიტომ რომ ჩვენთვისაც უფრო კარგია. ხო მე შემიძლია გოაზე ჩავატარო ასეთი რამე ჩამიტარებია უკვე აი მე გურამ ერთი საღამო. გურამ თუ დაგაინტერესებთ ერთი საღამო, 1 საათი შემიძლია ჩავატარო იუმორისტული რაღაცების კითხვა. ეს უბრალოდ რამე არ გეგონოს შენ ახლა უნდა მეთახმა. ჩემი დაწერები რაც მაქვს, ხო, იმას ვკითხულობ ხოლმე, ახლა მე პერფორმანსის თეატრში ვიყავი და ცოტა იცნობ ხოლმე ეს. ხო და ეს 1 საათი ისეთი აი ესე მე ცოცხალ წიგნებით რომ დავდიოდი, აი ქეთის რომ დავყავდი ხოლმე, მაშინ კიდევ მეგობრობდი და მთელი ამბები იყო. მაშინ არ იყო კანონები მიღებული რაღაც უაზრო და მთელი ამბები კარგი იყო. თელ გურიაში ისე გურიაში არ მეგონით ხას ხავაცება დაასკდნენ სიცილით. იმერეთში რატო არ იცნობდნენ თავიდან ვერ გავიგე. მე აღმოჩნდა რომ ზღოლმა რომელმაც მიგიყვანა, თუნე მომკვდარა. იქვე იმ წუთას. კითხულობ მე ხალხი გადის დარბაზიდან და რა მოხდა მე ვუთხარი ესეთისა მე შემოვიდა და ჩვენი მზღოლი ვალერიო თუ ვიღაცაო აი ხა წავიდა მოვიდა აი რა ეს უფრო შევოტრიალეთ მაგიდა და ეს
ხინის გადაიქცა ქელეხის უბრალოდ უდა ჯორჯენელი გაიქცა თავში დაждდა და მომზადებული იყო და დაიწყო პანაშვიდური სადღეგრძელი. ეს მოხდა იმაში, მაიაკოვსკის იმაში. რა ქვია მაგის იმას? ბაღდადში. ეგ იყო ბაღდადში, მაგრამ ეს ისეთი კარგი იყო საქართველოში რომ დავდიოდი და ვკითხულობდი, ხონში ჩემს სამშობლოში ვერ გავაცინე ვერავინ. აი ესე ისხდნენ რა. ვერ გავაცინე, ვერ ავიყოლიე რა, მაგრამ მართლა რეალურად სასაცილო რაღაცებს ყვები. მართლა ისეთ რაღაცებს ყვები, პატარა მინიატურებს ვკითხულობ. მაგას წამოვიღებ. ერთი დღეს საღამოს გაგვი გადაიფიქრებთ თქვენ იმაში წასვლას. გოაზე წასვლას გადაიფიქრებთ. გოადან წასვლას. გოადან ნაცნობდით რომ იქ 4 დღე გავჩერებული ყავთ. ისე არ ვიყავ. ხალხი დარჩა ხალხი. ხო, ორი დღე კიდევ დაიმატეს ხალხმა, 2 თუ 3 დღე. რა ხდება ნინო? ხო, შებიან. მარტო გზის ჩასვლა და ამას უყურე. ეს იდეალური ვარიანტია. ასე, თქვენ მე აქ ვარ. იქვე შემიძლია ბილეთის გადაცვლა. იქვე შემიძლია და ბილეთი გადაგიწვა. ინდოეთის თემა ესეთია, რომ უნდა მივენდოთ ინდოეთს. აბსოლუტურად. ინდოეთის ეს ძალიან შვეიცარიულად ვერ არ არსებობს და ეგეც სიგიჟია რა. მიენდო და მიიღო როგორიც არის. მიიღო. და მედიტაცია სად არის? მაგიტომ მიდიხარ იმაში, მოგზაურობაში, რა ცოტა გააფართო ცნობიერება და არას ფოტოები ხო და ახალი ვნახო, ბევრი ვნახო, და ეგეც სიგიჟია რა. ხოლმე შეირგო. ის არის ზუსტად ის ჩასვლა ინდოეთის ოკეანის გოაში, ეგეთი რამე არ მინახა. ხო. არა, საოცრება იყო. აი ლოცვაზე ეხლა ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ ბენგალიაში მოვიდა. აი ხაზი რო შეიქმნა, მე ლოცვები დაიწერა ბენგალურ ენაზე და აი ხა ბენგალურს გავაჟღერებ, როგორ ჟღერს? ენა თვითონ. კრიტიკაცი მღეროდა და ლოცვა არის, თუნდაც გაურანგა ბოლიტე. აი გაურას სახელს რომ წარმოთქვამო, ექსტაზი უნდა დაგემართოს. აი ამაზე ეს ლოცვები და მის ხოდა ძირითადად წყალობას ხო რა ეს ლოცვების ეს არის თემისები და მის მიმდევრები ანუ მოწაფეობრივი ხაზი ცოტა სხვანაირია, მაგრამ მისი მოწაფეები და ეს მასალები არიან დასახელებული არიან ამ ლოცვაში და ხო მათ წყალობას. როგორც რალგონსაოში წინდა. სახელებს ასახელებ და ეს ბენგალურად აი ეს გამოთქმები როგორც ხო. ოსულა, ნეპალურიც თითქმის იგივე. ყველა ფეხის ნაბიჯი. გაგისწორდება. აი სიტყვები ისეთია რაღაც სამსარა და ეს ვიცით რა, რომ აი წყალობის ოკეანე ხარ და სამსარადან თავისუფლებ ესე იგი განპირობებულ ჩვენ ხო განპირობებული სულები ვართ ამ სამყაროში, ასე ვთქვათ, ციხეში ვართ ხო და მათ უნდა მოგცენ წყალობა, რომ გაგვათავისუფლონ სამსარადან და აი ასეთი შინაარსის არის ძირითადად. გაურანგა ბოლიტე Pulaka sharira Hari hari bolitena yane babenira Gauranga bolite habe Pulaka sharira Hari hari bolitena Benita chander karuna hoibe samsara vasana mora kabetu chahabe vishaya chatiya kabe shudha habe mana kabe Maherabo Shri Vrindavana Rupara Gunatha Pade Koi Beaguti Kabe Hama Puja Bose Yogala Piriti Rupara Gunatha Pade Rahumorasha Prarthana Karo Esa
ბენგალური სიმღერებში ხო, ხოლმე პიროვნული მომენტებით ჩანს, არ არის ეს მოპირო. მადლობა თქვენ.